ლადო თუ ჩარკვიანი? ჩარკვიანი. Sorry ლადო. ჩემთვის ლადო იყო შეჩემო. მეტრი იყო იმ. ხო, ვინც არის ლადო ბურდულზე და ირაკლი ჩარკვიანზე ლაპარაკობს? ეხ დავიწყეთ? ხო. მე მგონია ჯერ რაღაცა მიდის დაყენება. ხო და აი ეგ არის ყველა საყვარელი ნაწილი ხოლმე რა და მაგაზე ღირს ხოლმე ლაპარაკი რომ დაწყების უხერხულობა ხო არის რომ რა ფორმატში თუ რა ფორმატში. პროსტა დაიწყე და უცებ შუიდან. და ეს ძალიან კაი გადაწყვეტა არის, გადაწყვეტილება რომ კითხვით დაიწყო და კითხე. რა ქვია in media res, ანუ კითხვით კი არა. პასუხით იწყებ, რომ ჩართული უკვე ბაზარი არის შუაში და შეიძლება თავიდან დაინტერესდე რომ ვა რაზე ლაპარაკობენ და მე იქნება სადღაცა მიხვიდე. ხო და ყოველთვის ჩარკვიანი უფრო მოგწონდა ვიდრე ლადო ბურდული თუ რაღაც დროს გაასრო? ეხლა ბახალამ როგორც თქვა ის იყო რომ თავიდან ბაბლს ვამბობთ ხოლმე ხა და სცენა იყო მაშინ თუ რა ვიცი რაც ერქვა თანაზომადი ფიგურები იყვნენ და შეიძლება ბევრისთვის ლადო უფრო underground და უფრო დუხიანი იყო რა. უფრო დუხიანი იყო და მაშინ ძალიან მქონდა აღქმა იმისა რომ პაპსა რა არის და რა არ არის. ჩარკვიანი უფრო პოპ ის ქონდა რა, ყური ქონდა, მელოდიები იყო, ვაიბი იყო, მელოდიურები იყო. ლადო ხა ეგეთ ადვილი მოსასმენი არ არის. მაგათ შორის კიდე განსხვავება ის იყო რომ ჩარკვიანს კაი ჩანაწერები ქონდა. კარგი რას ვამბობ, კატალოგი აქვს თან დიდი. კატალოგი. არა, მოდი თავიდან დაიწყე. რეალურად პირველად ვინმე ისმინე მაგორიდან. არ მახსოვს. მე მახსოვს ეგეთი მირომ გააძრო კასეტა, სადაც იყო ერთ მხარის რეცეპტი იყო, მთლიანად ლადო იყო და მეორე მხარის იყო აი ეს შერეული როად ლადოს და რა ტრეკს რა ქვია და მოვიწყდა ჩარკვიანს და ლადოს ერთად. ისევ განა. აი ხო, ანუ ჩემთვის ჩარკვიანი იქ იყო, მეტი არ იყო იქ ჩარკვიანის ლადოსთან ერთად ერთი ტრეკი იყო და ნუ ეს გავიგე რომ ჩარკვიანი, მაგრამ ლადო იყო ჩემთვის აიკონი, ანუ აი მაგ სცენაზე, პანკ სცენაზე ჩემპიონი იყო და დიდი ხანი მე გვიან შემოვიდა ითქოს ჩარკვიანი ჩემ. ხო და მე ეგ ორივე ისე გავიცანი, რომ მე წლების მერე გავიგე ვინ არიან და არ მქონია რაღაცა. შენ მამისგან გაიცანი და ნუ აი რაღაც მუსიკოსები არიან პროსტა ვიღაცა. მე აი ერთ-ერთი ყველაზე კაი კონცერტი, რასაც ყოფილვარ ცხოვრებაში, ლადოს კონცერტი იყო. კონცერტი არ იყო, სადაც თეატრალურში ვიყავით. არ მახსოვს როგორ მოვხდით, შეიძლება პირველ კურსზე, მეორეზე, შეიძლება უფრო პატარა ვიყავი. 90-იანების შუა რა და ერთი 10 კაცი ვიყავით თუ 15 ვიღაც გოგოებიც იყვნენ ეჭვმაქ რომ უფრო იმათთვის იხარჯებოდა ლადო ვიდრე რაღაცა იმისთვის მაგრამ ახევრი საათი გიტარაზე უკრავდა და სადღაც თეატრალურის აუდიტორიაში არ მახსოვს აი ეს უკვე აკუსტიკურად მარტო რო იყო აკუსტიკურად მარტო მაგრამ დაიხარჯა იქ ანუ ტიროდა სიმღერა აი რაღაც სხვა პოინტში რომ რაღაცას ესწრები არის იმიტომ რომ ჩემც ეგ უფრო ღირებულა დიდი ფესტივალები არის ტიპი დგას იქა და უკვე მიაღწია რაღაცას და აი რაც Rolling Stones უსმენ მაგრამ აი ესე გვერდში რო ხარ თვალებში უყურებ ტიპს და თან რო ატყობ რო აი შენი მომენტია რა 15 მაგას მეიცით არა ლადოს ეგ ქონდა ნახდათ იმიტომ რომ მაგის სახლის ტუსოვკებში გავიზარდე რა ეხლა ბაკურასთან რო უკრავდი სულ არ გამიმაზავს მან თავიდანვე გაჩთულიყავი მე ნერდი ბავშვი ვიყავი ანუ მე ერთი-ორჯერ ვიყავი ლადოს ტუსოვკაზე ოღონდ უკვე ბოლოსკენ როცა უკვე ის აღარ იყო ეგეთი სიახლე და ფაბრიკაშიც დადიოდი შენ არა ფაბრიკის დროს ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ჩემი ასაკის ხალხი რაზეც არ არის ნამყოფი იმაზე ვარ ნამყოფი ტაქსის კონცერტზე ვარ ნამყოფი 80-იანებში ნუ მამა ჩემმა წამიყვანა რა თქმა უნდა ანუ ის იყო რა ქვია ბლიცი და ტაქსის კონცერტი იყო ერთად და მაშინ ნუ აი არაფერს არ ნიშნავდა შემთხვევით რა 80-იანების ხო ნუ არა ხო ბოლო 80-იანების უცხოენების ინსტიტუტში იყო კონცერტი რა ხო და ფაბრიკაში არც გიძინია მაგრამ შენ ცენტრში შენ იყავი ფაბრიკაში ვინც არის ფაბრიკა იყო ეგეთი შეკრების ადგილი იყო underground ერთ დოკუმენტური ფილმი ძდებს YouTube-ში შეგიძლიათ ნახოს ლადოს გაკეთებულიან რაღაცა მაგამ ბავში სადაც ხალხი იკრიბებოდა და მუსიკას რთავდნენ და ნირვანა რო თავიდან გამოვიდა იქ რაღაც here we are now entertainers დახტოდნენ და ის იყო მაშინ მუღამი ქონდა რომ სცენა იყო 30 კაცი ალბათ რა ანუ გაწიე გამოწიე ვინც მაგაში იყო გარეული ლადოს და ირაკლიზე რო იკითხე ქიშო ეხა გაცილებით უფრო პოპულარულია მაგის სიმღერას მეტი მოსმენა ვიდრე უდესმე ყოფილა ქიშო მაშინ იცოდა ნუ 1000 მაკაც მაშინ არავინ არ არა 1000 მაკაც მე მაგ პერიოდში არ ვიცი ანუ მე ამათგან გავიგე თვითონ მაგათგან გავიგე რომ ქიშო ვიღაცა არსებობს იმიტომ რომ ჩანაწერი არ შემხვედრია ის არა ქვია ის ფაბრიკის მუღამი მე ჩემთვის პირველი გადაყრა იყო ღამე რომ ვერ მივდიოდი ხოლმე სახლში რაღაცა პატარა ასაკში რომ სადღაც რაღაც კონცერტზე მოვწოდეთ იქ ქვემოთ ხო ის იყო ბამბები იყო სურა პადვალში და იქ დაძინება იყო და მე მახსოვს ბუნდონათ ეგ კონცერტიც ისა ერთ-ერთი ტუსაობის დღე იმის ფაბრიკის
მე ვერ დავემთხვა, ანუ ვიცოდი რომ ეკმონტი იყო, ზუსტად არ ვიცოდი სად იყო, ანუ დაახლოებით ხვდებოდი რომ ანუ ფაბრიკა ლაპარაკია იმაზე. მე 14-ის ალბათ. რა გმირთა მოედანთან რისი ფაბრიკა არის? აბრეშუმის ხო, მანდ იყო ხოლმე, ნუ მიტოვებული იყო და ხალხი იკრიბებოდა და ერთხელ ჩავედი ალბათ 15-ის ვიყავი თუ რაღაცა რომ მეც მივიღებ მონაწილეობას ანტეგრაუნდის სოკაში და ეხა 78-იანი ვარ. 2 წელი დიდი ხანი ჩემს. მაგრამ რო ჩავედი არავინ არ იყო, რაღაც ორი ტიპი იყო, უძროსლები და ცოტა რაღაც 2 წამი გავჩერდი და წამოვედი უკან, იმიტომ რომ მაშინ ძალიან არა კონტაქტორი ბავშვი ვიყავი და კი მინდოდა ეს რაღაც როკ-ენ-როლურ ცხოვრებას რომ ზიარებოდი, მაგრამ მე თვითონ ის ვიყავი რაღაც. არ შეგხვედრე რომ ვიდეო რო ტრიალებს, მოკლე, მაგ ფაბრიკის დოკუმენტურია თუ რა არის, არ ვიცი, კაბურო იჩდება და კაკადო. ხო და თან კაბუ მანდრო იყო ძალიან უცნაურია, ხო ხტები? მე კაბუ რო გავიცანი, უკვე რეპერი იყო რა. ხო, მაგრამ მაქედან წამოვიდა. ხო, როგორც ჩანს ბექგრაუნდი ეგა აქვს. და კიდე ერთი კონცერტი საუკეთესო, რაზეც ყოფილი არის, ყველაზე უფრო ეგენი მახსოვს, კარგად, ერთი ეს ლადო რო უკრავდა, რა ქვია, თეატრალურში და იუარი იყო ეგეთი კლუბი ლესელიძის დასაწყისში თავისუფლების მოედნის კუთხეში, თქვენ რას გეუბნებით ახლა დაგიკრავთ ორივე სიკა. მან ვიყავი overbalance-ის კონცერტზე, სადაც ასევე ალბათ 30 კაცი იყო. მე ვიყავი ერთ-ერთი. ხო, და მაშინ ვიყავი პირველად ესეთ გულიან მოშპიტში, ერთმანეთს ვეჯახებოდით, რაც ამ ჩვენ დროშებს თინიკო და ბიჭო, მაგარი დუხიანი ბენდი იყო თო. მაგრამ ზიურში ანუ ვისაც არ ახსოვს overbalance-ი გიგამიკაბერის ბენდი იყო, ვაგის პარკში მოვისმინე მე პირველად. იმად მარგარიტაზე. ბიჭო, არა, მანამდე ვიცნობდი. ამახსენე ხო. მირომ გადავიღო ვიდეო ძველ კინოსტუდიაში და მაგ გავიცანი. ანუ მე რაღაცა მაქვს, მე რაღაცა მაქვს. მეც ვარ დაჟე მაგ ვიდეოში. ყურწხვიტა რა. უფია და რაღაცა. ის მაგარი კომანდა იყო. ხა გიგა მერეც მაგარ რაღაცებს აკეთებდა. ეგ მქონდა, აი მეგობრებში მქონდა განხილვის საგანი, რომ აფსა არა პაფსის პონჩი რა, ანუ რა არის ნამდვილი მუსიკა და რა არ არის. 2000-იანების დასაწყისში ჯერ კიდევ მქონდა ახმა, რომ თუ distortion-ი არა გიტარას, ეგ არ ითვლება რა, ანუ პოპ მუსიკა არ არსებობს, ეგ ცუდია. და გიგა მაშინ overbalance-დან ვიცნობთ, რომელიც პანკ ბენდი იყო და მე პირამიდები გამოვიდა კაკოსთან ერთად. და პოპ სიმღერების დაკვრა დაიწყო და თავიდან მე ისე ვიყავი, რომ ეხლა პირადად კი არ ვეტყოდი, მაგრამ მეთქე ხა ეს რა მუსიკაა თო ესა და მე რომ მეც ყურმა არ მიიღო, იცი, იმის მერე overbalance-ის მერე ის რაც დაიწყო. თავიდან, მაგრამ მე მეგობარს ვეუბნებოდი, რომელიც არ არის მუსიკაში ჩახედული ტიპი, ძალიან ჭკვიანი კაცია, მაგრამ ნუ ის რა გინდა ტიპსო მოუნდაო რომ ესეთ სიმღერა დაეწერაო, პახოდო ალბათ ცოტას ფიქრობსო რომ გაიყიდებაო და მაგაშიც რა არის ცუდიო და პოპ სიმღერის მაშინ ცუდიაო მეკითხა მეთქი არ არის ძალიან კაია და ძალიან კაია კი არა ბარეორს ჯობია. ანუ იმ დროინდელი პოპის. ხო და ნახე როგორ დარჩა, ანუ დღემდე იციან ვინ არის გიგა მიქაბერიძე, ხო? წუხელთ ჩემს სახლთან ღამე მანქანა იყო და ეს ზღვარომშავია, დამნაშავია იყო ჩართული მთელ ხმაზე. მაგისი ეს სიმღერები ქონდა სერიოზულად. ბევრი ქონდა. ისე ნახე ვინც 90-იანებში 2000-იანის დასაწყისებში გასტარდა, დარჩა დღემდე რა. რაღაცა. იმიტომ კაი მუსიკა იყო რა. ხა გიგა რასაც აკეთებდა მე პოპ სიმღერებს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავის ამბავში. ხო. მაგრამ მე მაინც მგონია რომ საბოლოო ზანში მაშინ ანუ კაგრას 90-იანებში ვინც გააკეთა ეს ალტერნატიულ მუსიკაში ვინც იყო ანუ ის რაღაცნაირად არ გაწუხებდა ანუ ნამდვილი იყო რა ეხა ლადოც ამორალიც ვიღაცები რა ბენდებიც ყველა ნებისმიერ იმ პერიოდს ბენდი მადენ მანდეის ჩათვლით და ყველა ჩათვლით ანუ ორგანულები იყო მე 2000-იანებში აი ჰიპ-ჰოპი რო წამოვიდა და რაღაც ახალი ჟანრები თითქოს წავიდა გადმომღერება რაღაცეების და 2000-იანების მერე უცბად ნუ მე ჩემთვის ეგრე არის რა ანუ აი არ იყო მაგათი და ბაძავდნენ 2000-იანების მერე უკვე აი ტიპები რომლებიც მაგ ბაზაზე გაიზარდნენ თუნდაც ამ დამწყები იმ 2000-იანების ტიპების მერე აი თქვათ მაქსა და უამრავი ტიპი აი მერე განვითარდნენ ხო ანუ ტიპები მაგ სუბკულტურაში მართლა გაიზარდნენ და მაგათი არის ის კი არ არის რომ ვიღაც ტრევის სკოტის ტრეპს აკეთებს რომელიღაცა მაგ ანუ მაგათი ორგანული მაგ მოიხარშნენ, გაიზარდნენ და ძალიან ბუნებრივი არის რა და ვაფშე არ მაქვს ის მომენტი მაგათის მენის დროს რომ რაღაცას ამღერებენ სხვისას რა თავისია რა. მე მგონი თვითონაც აქვს მაგის ახმა, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ჯერონიმოსთან მქონდა ინტერვიუ აუდიო ვიდეოზე მე აღარ იმაშვება ხოლმე არ არის მაგის ხოძე ცხოვრებაში და ეს რაღაცას ვყვებოდა რომ თავიდანო მიმბაძველები ვიყავითო ჩვენთან ანუ ისე გვეცვალა როგორც ამერიკელებსაც ვიათო და ბაძავდითო და აღარ ვამაყოფო იმითო რასაც ვშვებოდით იმიტომ რომ მე ნელ-ნელაო
პერიოდზე ვიყავით, მოვედით. ხო? მე მაგაში შევეკამათებოდი, იმიტომ რომ მიუხედავად რომ თვითონ კი იცოდა რომ ბაძავდნენ, მაგრამ აქ რო ქუთაისში რო აკეთებდა სხვას რო ბაძავ, სხვა რაღაცა გამოდის თავისთავად. მთელი მუსიკა არის რაღაც მიბაძვა არის. არ არსებობს რამე, რასაც ისე ხელს დაადებდა, არის კი, მაგრამ შენი კულტურა როცა არ არის მანამდე, ცოტა ისე გამოდის თქო ყალბია თითქოს რა, შენი კულტურის მაგრამ ჩვენ მუსიკაში არ გვაქვს ესეთი ძალიან ფართო დიაპაზონი. ჩვენი კულტურები გახდა რა. აი ნახე, შავი პრინციპები ძებნელები და ჯერონიმო. არც მელოდია არის ორიგინალური მოპარული რაღაც. არც მთელი, არც ჩაცმულობი და ზუსტად. ერთად იმებს რო შეკრიბავ, არ არის ქართული სიმღერა. ბიჭო, ეხლა რაღაცას უშვება რა, იქ ქართული დუხი ჩადეს მაგათმა, მაგრამ ეხანდელი გადმოსახედით უკვე ვაფასებთ, იმიტომ რომ კლასიკად იქცა და რაღაცა ის ანუ ეხა უკვე აქვს რა, რაღაცა თავის დაგროვილი. ხო, ეხა მეტი რესპექტი დააგროვა. თავის დროზე სასაცილოები იყვნენ ბჭყალებს. ეხანდელი ჰიპ-ჰოპერები, მამაფლექსები და ვიღაცები ძალიან ორგანული არ არის? მომენტ, ხო, და აი სხვაობა. მომკალი და აი ტრეპი რაც დაიწყო, ასაკი მაინც გიშვება. შენ თვითონ ტრეპთან გაქვს პრობლემა, თორე მე ზოგადად ვიძახი, რომ ჟანრები რაც არის, უკვე ჩვენი კულტურა არის თქო რა, ის რაღაცა პოსტ-პანკის ჩვენი გახდა. ეთყობა ასაკის ამბავი, იგი ჩვენი იყო. კაია კატარასაც შევა ხოლმე. კაი არის. ზურას garaში მიჭირს ხოლმე, აქ ეთყობა რაც დაახლოებით ტოლები რო ვართ, იმას კიდე ის რაღაცა შემოგვ. ახლა მაქს დიდი მუსიკოსი ძალიან აი კაია კატაში უსმენთ ცალკე რო არის ერთი ტრეკი, ორი ტრეკი, სამი და მე ცოტა ვეღარ იმას შენ რო თქვი ხა პოსტ-პანკი ჩვენია, პოსტ-პანკი რეალურად ლადომ აქცია ჩვენად. და მე ქართული ტექსტი რო უხდება პოსტ-პანკს, ეგრე არაფერს არ უხდება. ანუ ვერ მოარგებ რა, ხა აი Radiohead-ის პონჩი დაუკარი აბა და ქართულად იმღერა, იქნება სასაცილო. კიდე ნახე, მაგათმა დაიწყეს ეგ ჩვენ რეალობაში პოსტ-პანკი ვთქვათ და მე უკვე ჩვენ დროს ანუ უკვე ჩვენი იყო ხო რა. იცი რა, მთლად ეგრეც არის, რომ შუაში იყო დიდი ჩავარდნა. ეხა ზოგადად revival post-punk revival იყო, რომელიც მაინამენ ჩვენგან არ მოდიოდა. ბელარუსის და იმერიდან TikTok-ზე რო გავარდნეს. სუდნო თუ რა ქვია იმ სიმღერას, კი არ მაგის გამო კი არ ხნეს, მაგრამ თქვა ეკო და ვინდა რასაც აკეთებენ ხოლმე სკაზი, რავი, ბევრი ბენდი არის ეგეთი. მე მგონია რომ ზოგადად სოფლიო რაღაცნაირი ტალღის ნაწილია რომელიც მოbrunდა. კი არ მომბრუნდა. არა, ეგ ხომ მოbrunდა. მალჩად დამასპონჩი დაუკრეს და მაგრამ ძალიან კარგად მოbrunდა. მაგრამ დაემთხვა რა ხო. ჩვენ რეალობაში ძალიან კარგად. ეგენი უფრო თქვა როგორც მე წარმომიდგენია Joy Division-ის ხალხი კი არ არის Motorama-ს ხალხი. კი, ზუსტად. მე ერთი რაც არ მომწონს რა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდი 90-იანებში იყო Mother on Mondays. სუპერ. ვისაც არ უნდა კითხო, არავინ არ იცის ახლა. დრო ჩანაწერი არ მსმენელებმა ორი ალბომი აქვს ლაპარაკო. ვის აქვს მე YouTube-ზე რო შეხვიდე, ეს არის Mr. Greenway, რომელიც აი თუ არ იცის სიმღერა გაგიჭირდება. არა, ორი ალბომი დევს ყველგან, სადაც უნდა იყოს რა. House of Love რაღაცები დევს. ყველაფერი დევს, მაგრამ არ გახთა საკულტო ბენდი, ხვდები? რაღაცა ისა ხა ტიპებს რო ლაპარაკები ხა აი დაჟე ლოლიტები უფრო იციან ვიდრე არა და ჩემთვის გასაგებია რომ მე იყო, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო რა. იცი რატო? იმიტომ რომ მაშინაც მუსიკა არ ვრცელდებოდა. მე ხო რადიოში მუშაობდი, წვანეთ ალღა FM-ში 7 როკის და ჯაზის რადიო. ეგ რა წლებია 96-დან არის 17. დაახლოებით ეგრე ხო. და იქ რასაც უშვებდნენ, კასეტები გქონდა ფიზიკურად, დისკებიც იყო, მაგრამ დისკები ფუჭდებოდა მალე და უფრო კასეტებიდან გვერჩვენა მუშაობა. როგორ გონია რამდენ ქართულ ბენდს უშვებდით როკ ბენდს? არც ერთ, ანუ ჩარკვიანი გქონდა და მეტი არაფერი ფიზიკურად. მე მახსოვს საათი იყო, ქართული მუსიკის საათი იყო საღამოს. 1 საათი სულ ქართული მუსიკა გადიოდა წვანეთ ალღაზე და მაგას უსმენდი. 1 საათი ისე მეტი ქართული მუსიკა არ გქონია. ანუ კი. ქიშო და დადა და Mother on Mondays და რაღაცა გაუშვებდით, ვინოხერი არ ხელში არ გვეჭირა, ანუ ფიზიკურად არ გქონდა, ჩვენთან არ გქონდა მოსმენელი. თუ კასეტა იდო, თან ის იყო რომ კასეტა შეიძლება ვიღაცას მოეპარა, შეიძლება ვიღაცას მოეპარა, რომ ვიღაცა მოიპარავდა. იმიტომ რომ DJ-ები რო ვიყავით, ღამერჩები, ვიღაცამის ახლობელი ამოიყვანა, ვიღაცამ დალია, ზოგი DJ სამსახურიდან წავიდა და ვინც სამსახურიდან მიდიოდა, თავს ვალდებულად მიიჩნევდა, რომ რაც თვითონ მოწონდა ის წაეღო. ეგრე დაგვეკარგა მთელი მარგარიტას ჩანაწერი. მარგარიტას ფესტივალი 96 მე მაგ ერთი დღე ვიდეო. ანუ აუდიოზე ბაკურასადაც ხონდა ჩაწერილი, უშვებდით ხოლმე ხანდახან, რომ წვანეთ ალღა იყო სპონსორი თუ რა ვიცი. ხო და მაშინ წვანეთ ალღა იმაშვებოდა, რა ქვია, ლაივ წვანეთ αλღას ხონდა თუ ასექსაც ხონდა, არ მახსოვს. არა, წვანეთ ალღას ხონდა და მე ჩვენ ხონდა კასტაზე ჩაწერილი და მე აღარც ერთი აღარ არის. მეგონი მეორე დღეს ან ერთ-ერთ დღეს არ ვიყავი და შენ მარგარიტას ნაყოფი ხარ? ერთ დღეს ვიყავი მარტო, იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ მთელი ამბავი იქნებოდა და ვინც არ იცის რა არის მარგარიტა, შენ კარგად ახსნე. 96 წელი იყო თუ არ ვცდები, ჩვენი თავებისთვის მარგარიტა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ოდესმე სადმე ჩატარებულა. იყო 3 დღიანი ფესტივალი, 3 დღე იყო, ხო, სადაც არა, 3 დღე არ იყო, ბევრად მეტი იყო. იყო ჯაზის დღე. მე ვიყავი ჯაზის დღეზე და იყო ალტერნატივის დღე, იყო როკის დღე. ანუ მე მგონი იყო თან ეს
დღეები იყო თუ 3-3 დღე იყო თუ რა ანუ რაღაც მე შენ გაგიცანი აი რომ აი მადერები და ბესელა და ვიღაცებ ჩარკვიანი შეიძლება პატარა ვიყავი და მეჩვენებოდა მაგრამ ეხა ამ გადმოსახემ მგონია რომ 1-10 დღე გრძელდება ალბათ 5 დღე იყო ვაკის პარკში იყო და მიუხედავად იმ აი ნებისმიერი ჩვენი თავების მუსიკასთან დაკავშირებულ ტიპს რო კითხო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო მარგარიტა ოღონდ საქმეზე რომ მიდგება ანუ კიდევ ერთხელ ჩანაწერი ნანახი მაგ და 500 კაცი არ არის იქ ნუ ის სამსე იყო რა ის რა ქვია ის არის ყველას ისი ახსოვს თან იყო ფესტივალი და თან იყო კონკურსი რა გამარჯვებული კონკურსი იყო კი აუთსაიდერი გახდა გამარჯვებული აბსოლუტურად ყოველთვის ალტერნატივის სფეროში მე სრულიად დამსახურებულად და მაგ დროს იყო როცა აუთსაიდერი გაიცნო თბილისმა ირაკლი ჩარკვიანიც გამოდიოდა მე პირველად მაგ მოვისმინე ჩარკვიანი მაგარი მთვრალი იყო ლაივში მაგ მოვისმინე ანუ მადერებსაც იმასაც აუთსაიდერსაც ვინ თქვი კიდე ჩარკვიანი იყო კიდევ მწვანე ოთახი იყო აჩიკო იყო ყოველ შემთხვევაში აჩიკო იყო მე მგონი ხო ჯერ მწვანე ოთახი არ ერქვა 33-ია იყო ოღონდ აი 33 სხვა დღეს იყო როგორც მახსოვს მე იმიტომ რომ რადიოში 33-ია მაშინ იყო პირველი ალბომი რო ვაკის პარკიც იყო 33-ას მაშინ ქონდა ცოტა აი რეგეი როკ ალტერნატიულ ბენდად უფრო მოიაზრებოდა რეგი იყო მაგრამ ნუ ალტერნატივაში გადიოდა ეს როგორ გავიცანი იცი ანუ კარჩი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის არის იმიტომ ალბათ ყველასთვის რომ იქ მოხდა ყველას თავშეყრა ერთად რა ანუ აი ვინც იმ პერიოდში მაგ მოძრაობაში იყო და მე და მირო ვართ ერთი ბექა იყო ჩვენი მეგობარი ჩვენ გენგი ვიყავით გუევაშვილიდან და ეს მოდის შენ და ლადონიანი მოდიხართ და ნუ პატარები 16 წლისები ვარ და ეს მოდის ეს დადის დაბორელებს ვიღაცებს ფოტინება და მოდის უსვე ჩვენთან და აუ ლუცვავდით ჩვენ რა და აუ უნდა თუ დაგვისხიო რა ეს ლუდიო იროკეზის გაკეთება უნდა მაინე და ლუდით იროკეზი გაიგეთა და მე რაღაც დროის მერე ცოტა ხანი გარეთ რო გავედით რაღაც პაუზის დროს შენ ლადონიანი ვიღაცებს შეყენებული ყავდით ვიღაც იქაურტიტებს ვიღაც ვაგენ ცუდ ბავშვებს აუ ძალიან საყვარელობა და ნუ მე რაღაცა ბევრი ხალხი ჩაერთო და გააჯვეს და ეგ იყო ჩვენი პირველი დატაკება მომენტ რა ეგ მახსოვს ოღონდ ვაფშე არ მახსოვს რომ შენ იყავი ანუ ეგ მე მირო და სცენა მახსოვს რომ ლუდი დამისხი პონტი იყო რა საიდანაც დავიწყეთ იმას რომ მოუბრუნდეთ ჩემთან გოგისთან ზოძუაშვილთან იმიტომ რომ მქონდა Mother and Mandisi რომელიც მეგონი მან დამბობს თუ შენ მითხარი რომ პირადად მითხრაო რომ როქცოდნა რომ ვინმე გვისმენსო კიდე დაუკრავდი თუ ანუ მაშინ რატო ამბობდი რომ რადიო არ უშვებდა მაგ სიმღერებს რომ Mother and Mandis რო ხარ რეპეტიციო გამოდიხარ სადღაც უკრავ და კონცერტზე 200 კაცი დაინახე გეუბნებიან რომ საღოლ ძალიან კაი იყავი და რაღაც მომენტში ვერ ხვდები რატომ უნდა გააგრძელო იცი როგორი შტამბეშტავი იყო ეხა კომენტარს შეიძლება არავინ არ გისმენდებს ვაფშე დედამიწის ზურგზე მაგრამ კომენტარი წაიკითხო YouTube-ზე რომ ბიჭებო აი ღამე ამითი ვიძინებ და ვფიქრობ რომ აი ამ კაცისთვის დაუკრავ ან ქალისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცას უსწორდება ჩემთვის აი ერთ-ერთი ცხოვრებაში ყველაზე შტამბეშტავი იყო მაგათი მოსმენა აი რაღაც რამოდენიმე მაქვს აი მაქვს აი რაღაც ფილმი მაქვს 1-2 რაღაც ტრეკი მაქვს რამოდენიმე და ერთ-ერთი იყო აი მაგ დღეს მადერების რაღაცა ერთ-ერთი ტრეკი რომელმაც აი просто გამომაყ იმიტომ რომ ქართული რო იყო ეგ ანუ მე ვაფშე დამავიწყე რომ ქართულია უბრალოდ უსმენდი რა კომბინეზონი მწვანე რო ქონაში არც მithქვამს მაგათმა ძალიან საკაიფოდ ისქნეს რაღაც ახალი მომცეს რა მაგ დროს მე კიდე მანდ ჯერ კიდევ იქ ვიყავი რომ დისტორშენი თუ არ არის პაპ საერთოდ და შემდეგ ნელ-ნელა სწავლობდი რომ სხვანაირი მუსიკაც არსებობს და დიდი განსხვავება არ არის იმის მიხედვით ერთ-ერთი იყო ჩემ მეგობარი ლელაკოცის გარეშვილი ტოლები ვართ და ფსიქოლოგიურზე სწავლობდა და პეჩობოიზე ლაპარაკობდა რა მაგარია და მეთქი პეჩობოი ვიცი გოუეს თუ რაღაცა მეთქი აი რას ბოდავს ეს მაგრამ თან ვიცი რომ ახლა გემოვნებიანი გოგოა და Mother Mandis-ის ბაბლის ფონტია ხო მეთქი ეთყობა რაღაცა არა უშავს თუ რა ვიცი ეხა პეჩობოის ძალიან მაგარი ბიჭო ხო და თან მანამდე ხო უსმენდით ვიღაც გეი ვოკალიან ტიპებს რა იქ სმიცებს იმას რაღაცა Q-ასაც დაახლოებით ეგეთ პეჩობოის და უცბად ეს რო ქართულ რეალობაში გაეძრო აი მართ ანუ თან არ გავდა მაგრამ თან სადღაც აღებული იყო ხო მაქიდან მაგათი გავლენით იყო აი სერიოზულად ხო სმიცი მოსმენელი ქონდათ კი ხო სხვათა შორის მაგ დროს afternoon version-ი ვაფშე არ მომეკიდა მე უფრო გამისწორდა afternoon version-ი მარგარიტაზე რო ვიყავი afternoon version-ის კონცერტზე ვიყავი და მეთქი ვერ ვიკაიფე იმიტომ რომ it's not them it's me პრობლემა იყო იმიტომ რომ მაშინ ხო მაშინ მეტალს უსმენდი რა ვიღაცა თუ არ ხაო და არ იყო ჩემთვის ეგ მუსიკა რაღაც ხანი ერთი კი ხო ალბათ რამდენიმე წელი ეგრევე ცხოვრობდი და ეხლა თქვენთვის რომელი ბენდი იყო იმ მაგ დღეს Mother and Mandis რა თქმა უნდა ხო მაგის გამო ვიყავი საერთოდ იცოდი შენ მანამდე მაგას კი კასეტა მქონდა რა კასეტა მქონდა და მე თან უკრავდი ბაკურასთან მაგ დროს რა და გამოვედით
პირველად იყო ეს ერთი ჩემი. ეგ რა ბოიბენდი იყო, ამას წინა დავფიქრდი, იმას გამოგივა თუ არ გამოგდის დღეს გამოგივა ხოლმე ბოიბენდი და იმენა 4 ლამაზი ბიჭი ესე ბაკურად, მაშინ განსაკუთრებულად ადონისის ვიძე, შენ რაღაც ესეთი უფრო პატარა საყვარელი ბიჭის ვიძე, კაკადუ და ჟორჟიკა. და ჟორჟიკა, ანუ ბოიბენდი. იმინა ბოიბენდი. ყველას თავისი ხოდი და თან ლამაზი ბიჭები. თან როკის პონჩიც ეს არის. იმინა ალტერნატიული იმინა ბოიბენდია, ანუ კაი შესაძლოა. ის ჩხუბი გახსოვთ? ბესილას და ჩარკვიანი ის მაგ დღეს? რაღაცა შნურზე. უფრო აი ყველაზე მაგარი ისტორია არის. მარგარიტა გაჩერდა რაღაც დროს. თუ გახსოვთ ჩარკვიანის ამოვიდა გადაწყობის დროს და გაჩერდა რაღაცა არ მახსოვს 9 საათი თვითონ და რატო გაჩერდა იცი ბესელამ ჯეკი წაიღო ანუ ხდები რა დრო იყო რომ გიტარის შნური წაიღო ბიჭო და მეორე არ იყო და მაღაზი დაცხეს ხო რა რომელმა დაცხო არ მახსოვს სცენა რომ ვიღაცამ ისროლა გიტარად რა მეორე ხო ბესელას თავის შნური უნდოდა ეხლა რა ნუ გაუწყვეტო ჩარკვიანი იყო მაგარი მთრალი და ბესელა დუღზე ჩემი პირველი რადიო ინტერვიუ მაშინ წონედალაში მუშაობდი FM-ში და ხერხის ჯაზის რადიო პოსტა დიჯეი ვიყავდა და მეთქი სტუმრებსაც მოვიყვანა მეთქი და მეთქი ბესელას მოვიყვან და მაშინ არ მახსოვს ვინ იყო ჩვენი ის ართ დირექტორი თაროები არ დალეწოსო ესე მეთქი რატომ და ეგო გიჟიაო რომ შეიძლება დალეწოსო ყველაფერი მეთქი ალბათ არ არის მეთქი გიჟი ანუ სცენაზე რაღაცა პანკია და შვება და მოვიდა და ხარ მახსოვს რა ვილაპარაკეთ 15 წუთი ძალიან დასტოინა თვალებში ყურებით რაღაცა ისე სიყვარული და გონორიანი იყო არაფერი არ დაულეწა ძალიან გონორიანი იყო პროსტა რო იყო და ესე თუ საუბდა აი მაინც რაღაცა ხო მაგრამ ინტერვიუზე არ მეხლა გონორით და რაღაცა არა ნუ ეხა ესე არა მაგრამ იქ მაინც ხო იცი თავისი ძალის დემონსტრირება ვისაც აქვს ეგ ძალები ევასება ცოტა ის სასახსნელია ბესელას ჩვენი მეგობარი ერთ-ერთი პიონერი ქართული როკ მუსიკის და პანკის სახელმწიფო ჯგუფი კონტრაბანდა ნუ რეალურად მოკვდა ისე იმ დღეს ვფიქრობდი ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი რატო არ მოვიდა კონტრაბანდას დრო ანუ რო აცოცხლებენ ბენდებს ხო იცი რა და მე მგონი არის უკვე კონტრაბანდას დრო რომ ვიღაცა ამხეხოს რომ ნახეთ ბიჭო ვიღაცა ინფლუენსერმა რეალურად კაი სიმღერა ერთი აქვს ხა დანარჩენი შეიძლება კარგი არის მაგრამ ისეთი ხარისხი ალბომი აქვს მაგრამ ჩანაწერები ქონათ პრობლემა არ ქონათ კაი არა ერთი ალბომი აქვს ჩანაწერი კარგი ჩანაწერია მე და მე გაკეთებული აი თქვა ქიშო რატომაც მობრუნდა ერთ-ერთი სიმღერა რომელიც არის მე ძალიან მიყვარს ამნახტომს უძღვნის სიყვარულს რომელიც თავის დროზე არ მქონდა მოსმენა რამდენიმე წლის წინ მოვისმენა პირველად YouTube-ზე დევს ლექსომ და კაი ხარისხით მაგრამ ვიდეო ჩანს და მუსიკა კარგად ისმის და რაც პიანინო და ესეთი ტექსტი ვიდეოების გაცოცხლება ძალიან მნიშვნელოვანია ვისაც ჩანაწერები აქვს და აი სადღაც არც ახსოვს რო აქვს რო ამოქეკონ რავი ეგაცოცხლებს რეალურად და მართლა ეხა მაგ ტრეკს რო გაიგებ 30 წლის მერე ჩაწერიდან ძალიან უხერხულიანი იცი რა ჩვენ ხო აქ ვართ რაღაც მე ვიყავი ჟურნალისტი შენ სხვადასხვა ფრონტმენი შენ ხარ მსახიობი ხარ ფრონტმენი და ხარ ჟურნალისტი შეიძლება რა ხო შუშუნებს არ ვიცი ამნიშნულობა პანკები ვართ fuck მარა არის რამდენიმე ადამიანი რომელსაც არ ჩამოთვლი ერთი არ გამორჩეს მაგრამ 5-ზე მეტი არ არის ვიზეც დგას მთელი ქართული მუსიკა თქვა ლაშა გაბუნია თქვა რეზი შავიშვილი ვიღაცები ვინც YouTube-ზე ატვირთეს ეს ყველაფერი ლექსო მაჭავარიანი კიდე არის ხალხი ჯაბა შავიშვილი ჯაბა თქვი ლექსო თქვი მაგრამ ლექსო ანუ ორივე და კიდე ორი კაცი არის რომელსაც ზოგს აი ტემპერას აქვს რაღაცები ესტრადა ატვირთული კიდე არის ხალხი მაგრამ კიდე არის ხალხი არის 10 კაცი არ არის საბოლოო ჯამში ვისაც აქვს ასობით ვიდეო მოძიებული, გაციფრულებული, ატვირთული და ეგენი რომ არა რაღაც რენდომ რაღაცები არ არქივარები ხო ხო უცებ თავიდან რო დატრიალდება რომ უცებ რაღაცას აღმოაჩენ მე ვიპოვე ეგრე რამდენიმე წლის წინ ივერია სიმღერა არის დაწნარდი გულო რომელიც მაგრამ ევასება ჩემი აზრით რაღაცა პორტიშედი არის პორტიშედამდე 10 წლით ადრე მელოდიურად იძახი მელოტანუ ის ტრიპ-ჰოპის მუღამია აქ რა ივერიას რო ეძახი არ ვერ მიხვდები რომ ივერია რო ჩაგირთავ პროს თავიდან რომ ნახე YouTube-ზე ქონდა 20000 იმოსმენა ამაზე შევედი და ქონდა უკვე 9 მილიონი სადღაც გავარდა ვიღაცამ TikTok-ზე დაინახა ან რაღაცა ხა მეც გავუშვი პოდკასტში მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაცამ გაისკნა რა მაგრამ ეგ ხო იცი trickle down ეკონომიკა არის შეიძლება ჩემი დამსახურებაც იყოს იმ პონჩი რომ ჩემთან რაღაცა პოდკასტში მოისმინე მე შენთან TikTok-ზე გაჩითე და შენ 100000 კაცი ყავს მე 2000 კაცი მყავს მაგრამ მე ზვავივით კი ამოდის რაღაცა და ამოდის ზვავივით
ჭირს ხოლმე რომ წინადებას ვიწყებ ნორმალურად და ბოლო 2-3 სიტყვას ან არასწორს ვამბობ ან სამწერტილით ვამთავრებ და მარტო შენ ხვდები მაგას მგონი. არა, ჩემი შვილი ხვდებოდა ხოლმე და ესე მიყურებდა ლაპარაკს. და მე რა მამა, და მე რა დაამთავრე წინადადება და ვინმე ყავს, ვინც გაკორექტირებს ხოლმე, კი არა და კაი გაგებით, ანუ ვინც გეუბნება რომ რაღაცა შევს, ანუ ისინდობისა. მე თვითონ ვარ მაგის კაცი, ხანდახან ვფიქრობ. გაგახმა. შვილები. სადღა აღაშკებთ ხოლმე მაგის ახმა გა. ეცი რა არის, ხანდახან აუდიო პოდკასტს ხო წერ ხოლმე და როგორც წესი არ უსმენ საკუთარ იმას, რომ ვიცი რა ვილაპარაკე, ჩემ ხანდახან უსმენ ხოლმე, რომ თქვა 1 წლის მერე ან რომ რაღაცა ვისწავლო და თან აბა თუ გამისწორდა, იმიტომ რომ აღარ მახსოვს რა ვილაპარაკე და ხანდახან მეცინება საკუთარ ჩაწერილზე და ცოტა მერიდება ხოლმე, რომ ქუჩაში მოვდივარ უსმენ და მეთქე ვიღაცა რომ გამოჩენოს რას უსმენ და ჩემივე პოდკასტს უსმენ. ხომ არა, ნუ მე არ შემიძლია ვერ ვაძალებ ჩემთვის. ხომ არა, სიმღერებს კი კაცო სიმღერებს უსმენ მაგრამ. ხო, შენი საქმე სიმღერა. ოღონდ ახალი, არა, ნახე აი ჩაწერიდან ნუ მაქსიმუმ 1 თვე შეიძლება მოусმინო. 1 თვეც ბევრია რა. მერე უკვე ვეღარ უსმენ რა. აი ხა რაღაცა ძველი ჩავრთო რა. თან მუშაობის დროს რამდენჯერ მუშაობის პონტია რა, კარგი, იმდენჯერ უსმენ, იმდენჯერ უსმენ რა. 900-ში რომ მოусმენ, მერე უკვე აღარ შეგიძლია. აი მაგიტო იყო სირკუს მერკუსი მაგარი რა. იყო რა, არის უბრალოდ. ნახე მთელი პონტი რა იყო, ესე ვიკრიბებოდით. აბა როგორი სიმღერა დავწეროთ. რაღაცა იდეას გააზრდო და რომ მოდი დღეს დავწეროთ 80-იანების დუხში სიმღერა. დავწერდით, ჩავწერდით, მეორე დღეს უკვე დამიქსული მქონდა, კლიპის იდეა მქონდა, ვიღებდით ვიდეოს და ვდებდით. ანუ არც ერთი სიმღერა არ მახსოვს, რომ მეორე დღეზე გადასულიყო რა. იმ დღეს უკვე გვარდებოდა ყველაფერი. აი მაგარია მე. და მაგიტო იყო აი სულ ცინცხალი ხვდები, აი ეს არ მქონდა რომ დიდხანს უმუშავე. ბიჭო, ლოლიტებში მაინც შენიყავი წამყვანი ძალა, ხო? ანუ და აქ სირკოს მერკუსში უფრო გადანაწილებულები ხარ და ეგეც ქსველის. ხო, და კი ნახე რა, იქ სხვა პასუხისგებლობას გრძნობდი ლოლიტებში და დამოკიდებული, ანუ გინდოდა რომ ის ყოფილიყო რაც რაღაც აქ ცოტა გეკიდა და დისტანცირებული ყავი და ეგ ბევრ ჰაერს თუ რაღაც სივრცეს გაძლევს რომ რაღაცებით სადო თან ხო ანონიმურად დავიწყეთ სახელები არავინ არ იცოდა და გეკიდა რა როგორ მოგიბრუნდება თუ რაც არის და უფრო თავისუფლად ხარ და ბევრად შეიძლება ეგ ყოფილა ეგ მათი ხო გქონდათ რა თავიდან რომ ანონიმურად ვიწყებთ რომ აბა რაღაც ხანი მიხვდებიან თუ არა და მე რო გაიგებენ ცოტა გაღლებდებიან რაღაც და მე რო გავაზდავინ არიან და ნუ ოკეი ვინც არ ვიცოდით თავიდან მივხვდი ახლა რომ ჩართო გცნობ როგორ მიხარი გახტო არა და ხო და ვიცი არის ცოტა ყველა მისე მიიღო რომ ოკეი ანუ ეგენი არიან ეგენი ხო ერთი იყო რაღაც რესენზია და ხოცი არა აშკარად ეთყობათ რომ პროფესიონალი მუსიკოსები არიან არა საათი ვიდმენდი ხუში ნუყურებდი რაღაც ვიდეოს მაკარტნის დისკოგრაფიას არ ვიცი რამდენად იცნობთ მაგრამ მაკარტნი ვინქსი არა მაკარტნი ორი ქვია ალბომი არის პოლ მაკარტნის სოლო არის რომელიც ითვლება რომ ყველაზე წარუმატებელი რამე არა წოდეს მე გავუკეთებია იმიტომ რომ სინთეზატორები დაითრია და საკეთებდა და temporary secretary სიმღერა რომელიც აი ჩავარდნა იყო აბსოლუტურად ყველა მაჯვა თვითონაც თქვა რომ ნუქაი არ გამომივიდა ცალკე რაღაცები ვინქსის მერია მარტო ჩაწერილია სახლში და 1-5 წელია გავარდა temporary secretary მაგ ალბომიდან სიმღერა სადაც რაც იმინეს ელექტრონიკა არის სადაც ზევიდან მაკარტნი მღერის და მე გოიმური ელექტრონიკა ჰიპსტერები მასმენებენ ხოლმე ეხა ამოყვინთა თავიდან მე მაგას უყურებ და არ მახსოვს სიმღერის სახელი მაგისი B-side იყო რომელიც ქვევით იყო უამრავი პორტუგალიური წარწერა და მეთქი რა კომენტარი YouTube-ზე თუმცა ბრაზილიაში ყოფილა ჰიტი, იმიტომ რომ რაღაცა dance hall party-ებზე ტიპები DJ-ები ატრიალებდნენ და მეტი არამე რო არსად არის ბრაზილიაში temporary secretary არა, მაგრამ სხვა სიმღერა მაგ ალბომიდან იყო რომ დაბრეგეივეშია თან ეს მაკარტნი ყველას ესე უყურებთ მაკარტნი გენიალური ბასისტია საოს ყველაფერს უთავიდან ანებო რა ანუ მაგარი ბასისტია რა ტექნიკურად როგორც ხვდები რა შეიძლება ეგრეა მეკამათო მაგრამ არა იმენა ტოპ 20 ბასისტში ალბათ შედის რა თუ არ ხვდები ჯაკო პასტორუსი ამბობდა რომ ჩემი საყვარელი ბასისტი მაკარტნია და თან იქ აი ვინქსის და მე ცალკეც მაკპონჩი აღარავინ აღარ უკონტროლებს რომ რაღაც ბასით ვინი არ წაიღო და რაღაცა არა მიაქვს ხოლმე როგორც საჭირო იმის თქმა მინდა რომ რაღაცა როდის მოტრიალდება უკან მე თვითონ მაკარტნის თან იყო და რომ temporary secretary არ მახსოვდა საერთოდ სიმღერაო რომ დავწერეო და ეგ ალბომი დავივიწყე, იმიტომ რომ ყველა მაჯვა მაგაზეო და მეთქი რომ ოკეი, არ გამომივიდა რა, სხვა ზატო ისა მაგ დაწერილი. ეს ნეტა რამე მოვიბრუნდება. რა მობრუნდება? ეგ ის იყო რა, რაღაცა მობრუნდება უცე. ელოდაკი ხო არ მოვაბრუნოთ. ჩვენ როგორ უნდა მოვაბრუნოთ? მაგრამ არავინ არის ელოდაკი. ხო და ისტორიას ყვებოდი, დამოვიწყდა მე.
Yellow Duck-ი რო გადავიღეთ რა, ეს რო არის. ხო იცი რომელი სერიალი? რა თქმა უნდა იცი. კლიპი სადაც დარბის მაგ დროს ეს იყო იმაში რა ქვია, გამოიცანი კი არა, იმღერე რამეში. იმღერე რამეს პროდიუსერი იყო კოკა ყანდიაშვილი რა. და ნუ ეს როგორია იცი, ანუ ძალიან მეინსტრიმ სტარი არის რა. უგადა ემელოზიური ქართული ვერსია. და ძალიან მეინსტრიმ სტარი არის და ვიდეო არის, ნუ აი პორნომდე უკლია ცოტა ხანი რა, სუპერ ტრეშია და ახალს ეს მეუნება რომ ანუ ისაო რა ქვია რაღაცა არ გამაგდონო ბიჭო სამსახურდანო რაღაც და მე მინდოდა ეგ. რომ ის იმიჯი დამებრიდა იმ გადაცემას. ხო, მაგრამ უნდა მისულიყავით, რაღაცა კონტრაქტი იყო თუ რა. იმიტომ რომ კონტრაქტია. და მივედით კოკა ყანდიაშვილთან კაბინეტში. რაღაცა აუხსენი სიტუაცია რო აი კლიპი გადავიღეთ, გვინდა რომ გავუშვით, მაშინ მაესტრო იყო და ჩაურთეთ ვიდეო და ბიჭო არა მეო პრობლემა არ მაქვს და ბახალა არ გეცოდება თო ეს რო გაუშვათ და მე როგორ მინდა იცი რომ ეგ მოხდა ეს რომ ის პუდელის იმიჯი მოვკლა რაღაც ნაწილზე დავადეთ ცენზურა უბრალოდ რა. ერთი იყო რომ ეს twerking-ს აკეთებს ეს. ტანგაცვია და twerking-ს აკეთებს და censored არის. ეჭო ბახალ მაგაზე ცოტა იმას გიშვებოდა ხო აი საყოველთაო პოპულარობა ცოტა გბრიდავს ადამიანს. აი მაგაზე დაიწყა ლაპარაკი და მე შევწყვიტეთ მეც მსგავსი გამოცდილება მქონდა რომ პოპულარობა ყველას უყვარს და აი გარშემო შენიანები რო გცნობენ და იციან ვინ არიან, მაგრამ იმას რო გაცდებით ძალიან დისკომფორტში შეიძლება გადავიდეს, როცა რენდომ ხალხი გიყურებს ხო. ჩემი ის იყო რომ თქვა მაგ პერიოდში ანაბეჭდში ვწერდი ხოლმე ჟურნალში სტატიებს, რომელიც ვიღაცებს მოწონდათ და თქვა ვიღაც თუ გამაჩერებდა რომ ანაბეჭდის სტატია წავიკითხე და მომეწონა, მაგრამ საღამოს კარგ ხასიათზე მეძინებოდა, იმიტომ რომ რაღაცა სული და გული მქონდა ჩადებული და ისა მაგ ცოტა ხნის მერე ვიყავი ჯეოსტარში გადაცემაში ჟიურის წევრი ერთ-ერთი და ტელევიზიის ძალას მაშინ მივხვდი რომ თან მაშინ ინტერნეტი ისეთი მოხდილი არ იყო და 30%-იანი შეერი თუ რა, ანუ ვინც ტელევიზორს უყურებდა ჯეოსტარს უყურებადი გადაცემა თუ ყველა უყურებს და მეორე დღეს ქუჩაში რომ გამოვედი რაღაც ავტობუსში ავდივარ და რო ვატყობ რომ ყველა გიყურებს და ეგ იყო ძალიან უსიამოვნო, იმიტომ რომ აი ბალანსის ამბავია რომ რაც შენით გააკეთე, რაც შენია ის რომ დაგიფასდა და იმის გამოგცნობენ მაგრა ასწორებს. ხო და ეგ კომპლექსი ხო და ვიღაცა სახეზე რო ეცნო, ეს ისე არ არის თუ აი რაც ხო და ნახე რა ხდება. მე რო გავსტარებულიყავი იმითი რაც მე მევასება, თქვათ რა, ისა რა სფეროშიც ვიყავი. აი ვიქნებოდი უბედნიერესი და ნუ მე და მე ხა იმ რაღაც რადიაციულ პოპულარობაში რო გადადის, ეგ ხარავის აღარ ევასება ხოლმე. ხო შენ სივრცეს რო კარგავ და ყველა გიყურებს და კონტაქტში შემოდის, ეგ ხა გაწუხებს. მაგრამ მაინც, ნუ აი შენი მითი რაც გიყვარს იმ სფეროდან სხვა ამბავი არის და მე მქონდა კომპლექსი, რომ სადღაც ახალ ამბავში მოხვდი, რაც დიდად არ მომწონდა ის იმიჯი, რაც იქ გამიკეთეს. და უცბად, ანუ აი ეს პანკი კაცი გავხდი პუდელი, ამათი გაკეთებული იმიჯით რა. ძალიან შემაწუხა, დამაკომპლექსა მოშნად და მაშინ მაგიტომ მოვითხოვე რომ მე თქვი ეს ვიდეო ჩაუშვათ სასწრაფოდ. მაშინ მე მევატრაკებდი რომ დროზე ვქნა თქო, იმიტომ რომ ეს დამენგრია, რაც ჩემი არისო. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, რადიოციულად პოპულარული ადამიანის მეგობრობა მაგრა ასწორებს. ეგ აგერ, ხო. ბიჭო, ეგ ასწორებდა იმ ნაწილში, რომ ის ქონდა, მწვანე ქონდა. შევარდნაძის დროს ტელევიზიაში მუშაობდა, პახუდ კოკა ყანდიაშვილის ქვეშ მუშაობ. ანუ იყო, აი, რავი, ის იყავი ვიღაც ჩინიანი პოლიციელებით. მეგობრები გამოყვავდა ხოლმე. რეიდებიდან ყავს გამოყვანილი, ხო გახსოვს ვიღაც ჩვენი მეგობრები რეიდზე აჩერებდნენ იარაღი და მივდიოდი როგორც იმის წარმომადგენელი და მე თქვი აი უნდა გამატანოთ ეს. ეხა მივხვდი რას ლაპარაკობთ, რომ ერთი შეიძლება მე რაც გამიშთა შეკითხვა მე არ უნდა გამჩენოდა, მაგრამ ვიღაც უფრო ახალგაზრდას კონდეს რომ რაში გჭირდება რომ გცნობენ და რაში გჭირდება და მანქანით მიდიხარ და გაჩერებს რეიდი და გეუბნება რომ ეხა ფული მოიჯმება თუ არა და წახვალ განყოფილებაში. ოღონდ ეგ თუ ვიღაცას დაურეკე არ წახვალ განყოფილებაში. თუ ვიღაცას დაურეკე შეიძლება იყოს რომ ყველაზე კაი ვარიანტი თუ ოდნავ მაინც მაღალჩინოს ან პოლიციელს იცნობ, იმიტომ რომ დაურეკავ და ის გადმორეკავს ან რას თავისით მოვა და გაგიშვებენ, ან ეგ ბაზარი რომ სახეზე გიცნეს და იციან რომ არ უღირთ. ანუ თავისუფლად შეიძლება რომ შარში გახვეულიყავი ძალოვანი. ყოველდღე შარ გარეთ გასვლა შარი იყო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბიძა ჩემმა კითხა ჩემ მეგობარს, რომ სკოლაში რატო არ დადიხარო, სკოლის ასაკის იყო და შარია. შარი იყო სკოლა. და ხოჭი არ კითხვა არავის არ გაჩენია. მაგრამ აი რადიაციული პოპულარობაც ჯეოსტარზე რო თქვა 90-იანები არ არის, არის 2007-9 რაღაცა მოკლედ მაგ დროს. მაშინ მივხვდი რა არის დუტაზე, იმიტომ რომ დუტა წამყვანი იყო დუტას ხირტლაზე სხვა დუტას იცის ვინმე და აქეთ ჟიურიში ვარ ხა მე კაი არავინ არ იცის, მაგრამ ნუ გიგი დედალამაზიშვილი როცა ის არის
გზავრები ახალი აფეთქებული ანუ ბოლოსკენ არის სოფო ხალვაში და ნუ მარინა არ იყო მაშინ ჩვენთან ერთად ბერიძე მაგრამ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად რო შევდიოდი რა იყო რაღაცა ჯევსტარი რა აი ნუ შენ ყველაზე კაკრას ახლოს მე კაკრას არავინ არ იცოდა იქიდან არიცოდა ერთია მაგრამ ყველაზე ადეკვატური შენ იყავი მაგ შეფასების ამბავში მუსიკალურად არა მაგას ეხავე გეტყვი მაგრამ იმის თქმა უნდა დუტა სადაც იყო რა გიგი რა სოფო ჩემზე არ არის ლაპარაკი აი დუტა იყო ყველასთვის ტოპ რაღაცა და მეთქი ეს სტალინივით არის ბავშვებს უყურს იმიტომ კი არა რა რაღაც სადღაც მე ვფიქრობ შეიძლება პახმელიაზე ადამიანი ახარს დუტას ვამს თუ არა თუ რაღაცა ცოტა ფორმაში ვერ ახარ სადღაც შეხვედი და შენთვის ის არის რომ რა ვიცი აი კოკოლაზე შეხვედი ან ლუძზე ან სიგარეტზე იმისთვის არის რომ დუტა შემოვიდა და უნდა მოყვეს მე უბანში რომ იცი რას გავდა თუ რა აი ლუპის ქვეშ ხარ სუნდა თავი ძალიან ცუდი რა არც ერთი არის რომ აი იცნობი ეს რომ ხედავი დღიშუქზე და სათვალე და მეორე არის რომ მანქანაში რო ზიხარ ღამე ჩაბნელებული გაქვს მანქანა და სილუეტით რო გცნობენ დაჟე ანუ დოზით რო ის ხარ აი მე არასდროს არ მქონია პოპულარობის პრობლემა ვაფშე იმიტომ რომ შენ შენი პონტიდან გაბაზრდი ბიჭო არა პოპულარობა ზედმეტი პოპულარობა არ მქონია არასდროს თორე ევროვიზია როგორ არ მეხამუშებოდა რაღაც ევროვიზია ძალიან ის არის ტოქსიკური პოპულარობაა იგი ხო და არ იყო არა შენთან პატარაობიდან დაიწყე ნელ-ნელა მიეჩვიე პონტი იყო რამე ერთი მომენტი არ იყო რომ უცებ თავს შეაგვარდნოდა არ მქონია რა 15-16 იყავი როცა ვიღაცების სცენაზე გცნობდნენ და მე იგივე პონტი იყო ცოტა მეტი და მე რაღაცა უცებ აღმოჩნდა რომ ლოლიტები და ხალხი შეიკრიბა და ელოდება და მაგრამ ის შენი ვიდეოები რომ დაიდო აი მე მისი ელოდაქის მე და მე ვიდეოები რაც არის მაგან მოშნათ აგაფეთქე ანუ მე ვერ გძნობდი რა ხო ხტები ისეთი კულმსმენელი მყავდა რომელიც არ მოვა ქუჩაში და რაღაც არ გეტყვის რა ეხა ახალი აუდიტორია მყავს ხო იცი რაღაც პოდკასტებში დავდივარ ხოლმე და რაღაცა დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ რა და აი ვაფშე ცალკე სფერო ყოფილა ანუ უფრო ხშირად მაგაზე მოდიან ხოლმე ჩემთან რაღაცა კითხვებით და კომენტარებით ვიდრე მუსიკაზე რა. აბა რა უნდა გეტყვი რომ Fender-ზე სეტინგი როგორ ავაწყო თუ არ ვიცი რას და მაგაზე ყველა გეტყვის რომ ბიჭო დანძრეული მაგან ჩემს ძმას აქვს ან მამა ჩემს აქვს და რაღაცა მირჩიე. ანუ ის ხარ ხა ჯანკების მეფე ხარ. ხო. იცი არ ეგ არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა და ეხა არაფერს გასერიოზობას არ ვაპირებ რაც გინდათ ამოჭერეთ და ესე მაგრამ იმას რო შვებიან ლაპარაკი არის მთავრობის რომ იძულებით იმ კურნალობა თუ რაღაცა ყველაფერს რო თავიდანვე ნებაყოფლობით აწყობილი გაქვს ანუ აი ოდნავ რო დაგჭირდეს რაღაცა შეგიძლია რომ შენინებით ქნა ვიდრე სახელმწიფო დაავადებულებს რაღაცა არ შეუძლია ნუ ინსტრუმენტად გამოიყენა ჯერეთი კურნალობა რას ნიშნავს ადგილები არსებობს ძვირია როგორც წესი უფასოც არის მაგრამ იქ არ არის ისე აწყობილი კარგად საქმე რბილად რო თქვა რომ რაღაცაში დაგეხმარონ და მაგიტო უწევთ რომ შენთან რატომ უნდა მოვიდეს ქუჩაში ხო რომ ბევრი შეიძლება დასარეკი არ კონდეს არის პროფესიონალების მეტი რა არის მაგრამ რამდენი არის რომ 10-20 ვინც მოგეხმარება და თუ სადღაცა მისვლა მოსვლა არ შეგილია და ის არ ახარ კაჩაროვი არ ახარ და სადღაც ბრწყალებში უპატრონო ხარ დამძრეული გაქვს ანუ ხარ თუმცა უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს თუმცა არსებობს უფასო ჯგუფები რაც არის აი ანონიმური ჯგუფები რასაც ისე მაგ უფასო ჯგუფში არაფერი აი შეგვიძლია ახლა ჩვენ სამნი წავიდეთ მივიდეთ და დავესწროთ ამ ჯგუფს ყოველდღე არის თითქმის ყველა უბანში არის უკვე ხო ესწრები და შენ 12 ნაბიჯს არ იძახი უშუალოდ კი 12 ნაბიჯზე არის ისა რა ქვია დაფუძნებული ეგ რა არა მე გეუბნები უშუალოდ იქ რასაც ამ კლინიკ მაგათთან ზემოთ და არა ეგ არის თვით დახმარების ჯგუფი ჩვენნაირი ხალხი აკეთებს ხო არა ხო და 12 ნაბიჯი ხო რაღაც თავის შენარჩუნების ამბავია ხა იქ ვერ დაანებებ თავს ამაშიც ხილახერ მოდი ეხა მოდი დავყოთ მაშინ რა სად გადავედით უცებ არა ხო არსებობს არის კომპლექსური საკითხი რომელიც არის ბევრ სხვადასხვა ფსიქოლოგიური იწყება ყველაფერი დეტოქსით ხო დეტოქსი და სარეაბილიტაციო ცენტრი ერევათ ხოლმე ერთმანეთში რა დეტოქსი არის როცა ფიზიკურად უბრალოდ სუფთავდები რო არ დაიბრიდო გეხმარებიან რაღაცა მედიკამენტებით იქიდან როგორც წესი მიდიხარ სარეაბილიტაციო ცენტრში სადაც მინიმუმ 3 თვეს ატარებ ან თუ ფულ პაკეტი გინდა არის 3 თვე იქ ცხოვრობ პლუს 3 თვე მერე დადიხარ იქ როგორც სკოლაში აი დილიდან საღამომდე რა ბევრ ადგილას არის მარტო არ არის ო ეს ცენტრი რო წარმოიდგინო ანუ სასტუმროს ფასები წარმოიდგინე და გაამრავლე რამდენზე სასტუმროში ცხოვრობ და იქ მთელი დღე ექიმები გივლიან აბა მაშინ სხვანაირად შეხედე რა გიჯდება თვიურად მოხმარება ან ციცოცხლე რად გიღებს ბიჭო მოხმარება გააგრძელე იქ არ მიხვიდეთ ხო კი არ ვამბობ მაგრამ მე ვამბობ რომ შეიძლება არ მაქვს მაგის ფული არ თავისუფლად ხო და უფასო რა ნაწილში არის და კაი ის დაამთავრე ეს არის უკვე ისა ფილმი და 12 ნაბიჯი მერე არის
12 ნაბიჯი არასწორად გესმის ახლა შენ. ნახე 12 ნაბიჯი არის 12 ნაბიჯის პროგრამის მიხედვით მუშაობს სარეაბილიტაციო ცენტრი. ასევე 12 ნაბიჯზე დაფუძნებული არის თვით დახმარების ჯგუფები NA NA შეიძლება 12 ნაბიჯს იდეაში. NA არის ანონიმური ნარკომანების ალკოჰოლიკებიანი ის და. სადაც მიდიხარ და შენაერ ტიპების ზიან არავინ არ არის იქ დირექტორი, უფროსი, ლექტორი რა. ზიხარ და ვერ ავხსნი რა ხდება, იმიტომ რომ ესეთი რეკომენდაცია ხოლმე რომ 90-90-ზე. ანუ 90 დღეში 90 შეკრებაზე უნდა მიხვიდე იმისთვის რომ გაიგო რა არის საერთოდ მან. ხვდები ანუ ძალიან კომპლექსური არის ეგ ნაწილი. ეგ არის უფასო. 12 ნაბიჯი მან სად შემოდის, იცი რომ თქვა შევიკრებეთ ანონიმური დამოკიდებულება. მე რას ვაკეთებთ აქ რო ვარ და ის 12 ნაბიჯი გეხმარება რაღაც ბლუპრინტი არის რა რაღაცა იქიდან აიღებ რაღაცა არ აიღებ. ეხა მე მინდა რომ ხალხი გავარკვიო ანუ მაგაში. იქ არ არის უფასო. აი პირველი არის დეტოქსი და მერე რაც დეტოქსიც არ არის უფასო და მერე სარეაბილიტაციოც არ არის, მაგრამ თუ მაგარი ტიპი ხარ და მაგარ ტიპზე არ არის. თუ მართლა გულით გინდა, შენ უფასო ჯგუფებითაც დაიწყებ გამოჯამთელებას. ხო, ეგ სხვა ამბავი. რეალურად იქ პროსტა ინტენსიურად აი ძალიან გასწავლიან რაღაცებს და იქ ეხა 80 პროგრამის ჩადების ნაწილში არ არის უფასო და მერე არის უკვე NA-ის ამბავი. მაგრამ აქ გეუნებიან რომ თუ ივლი 90 დღე. იგივე ინფორმაციას აიღებ. 90 ჯერ იგივე ინფორმაცია, მაგრამ აბა მიდი და იარე 90 დღე იქ სადაც ვერ ხვდები რა ხდება. ანუ ის არის შეიძლება დეტოქსი არ გჭირდებოდეს და cold turkey გადააგდონ. სახში იყო ლომკა გაიტანო ქები. ორი კვირას ოფლი რაღაცა დედა ცუდად ახარ რაღაცა და თუ განსაკუთრებულად ძლიერი ხარ, მე ფსიქოლოგ, მაგრამ ვინ არის ეგეთ სიგარეტს ვერ დავანებ თავი 30 წელია და ეხა come on, ანუ ეგრე რომ მოთხოვო ადამიანს რომ მარტო ქენ ვიღაცებს უქნიათ და შვებიან კიდევაც და საღოლ ყოჩაღ, მაგრამ ჩემთვის დაახლოებით იგივეა რომ ტიპი 20 წელია წევა სიგარეტს და გადააგდებს ყოჩაღ, იმიტომ რომ ვიწევი მე და ძალიან რთული მეც ვსადე ცოტა ხნის წინ და 2 თვე შევძელი და ამ 2 თვეში მივხვდი რომ იცი რა ანუ ჯობია 7-ად ვიყო შეიძლება იმიტომ მივხვდი რომ შეიძლება ვიღაცა უკბინო გარეთ ქუჩაში ვიღაცას ან რაღაცა დავაზიანო და უსიგარეტო გაგიჟე 2 თვე გიჟი ვიყავი ის წარმოიდგენე რა ხა მე ჯერტი თქვენთან Reddit-ზე მაგ რაღაცები წაკითხული ტიპების თავარი შეკითხვა არის რომ გადავაგდე თქვა კოკაინი იმათი და ეხა არის მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობ ერთი აი სუცუდ ხასიათზე ვარ და ვერ ვერთობი საერთოდ და რა გავაკეთო და მე ტიპები უხსნიან რომ ხო იმიტომ რომ მანამდე გართობა მარტო ეგ იყო შენთვის ეხა რაღაც რავი მე სასაცილოა ხოლმე როცა ამბობენ რომ სნოუბორდი და ჯანსაღი ცხოვრება თუ რაღაცა მაგრამ რა მექენი ან კარტი აი რაღაც ახალი ინტერესები გაიჩინე გარდა იმისა რომ საკუთარ თავს დედა მოუტნა აი ვიღაცას ეგ რო ჩემთვის ეთქვა ადრე აი როგორ დავცინებდი იცი რომ ჯიმიდან რომ გამოვდივარ ვარჯიშიდან ვარჯიშს მე საუნდას რაღაცა და მეგობრები გამოვდივარ და მზიან ამიჩი რომ გადიხარ ეზოში და ხოცი ყოველ ჯერზე ერთი აზრი მომდის თავში რომ просто ვინ მომატყუა რომ ნარკოტიკი კარგია რა ანუ ისეთ რაღაცებს გძნობ თუნდაც ვარჯიშისგან რა თითქმის იგივეს უფრო ნაკლები დოზით მაგრამ ბუნებრივად რა არა ნაკლები დოზით რა ბუნებრივად იდეაში ის არის ხელოვნურად მიღება გამოყოფა დოპამინის და ეს არის ბუნებრივად ვარჯიში სასწაული რაღაცა და ხე ასე მთელი დღე არ მოყვება ესეთი ჰაი ეგ არის რაღაცა რომ ისიც არ მიყვება მთელი დღე ის დროებით რომ გახვედი მზეში პროტეინ შეიქს რაღაცა კაცი გონია თავი ხო მე სარკეს ჩაიხედები და ისევ ვიძახან მაგრამ არა ნუჯახი მაგას შედეგებიც არის ოღონ რაღაც დროში არის მე რამდენიმე წელი არ მივარჯიშია მაგრამ ცოტა ესე ვიყავი და ეხა შედარებით კიდე წლების წინ ავარჯიშები მომყვება ორი კვირა ჯერათ ტრენაჟორებს რაღაცებს ტილაობდი და მე ნერდულ პონჩი დავიწყე მეთქი ესენი არ მინდა სიმძიმეებს ვიზამ რაღაც ჩაჯდომა და რატო არ მივყევან მომეწონა იმიტომ რომ ორი კვირის მერე უყურებ და ბიჭო კაც დავებს გავსე რაღაც ესე გენეტიკურად მალე მე ერთი კონტი მაქვს ხო იცი მაგრამ ახალასტორებს უყურებ ხოლმე ხანახან სულ უფრო დავბლოკო რომ ჩემში რაღაცა არ გაიღვიძოს დამალულმა მხეცმა იმიტომ რომ რაც V shape რაღაცა დევაჯიშად ბავშვობიდან აუ ეხა დავიწყე რა გავაკეთო მოკლედ გაგვიფრთხილდი რა ძმებს გაგვიფრთხილდი რომ მე ჩვენც უნდა შეგხვედოს ვიღაცამ ესეცე და არ არის შენ შეზონთქულზე აღარ ვიზავ. მეკითხები ვის სად არის, ვის სად არის, ვი არ არის, ვის. სამაგეროდ შემიძლია ძველ რომზე გელაპარაკო, ანუ რაღაც სხვა ისინი მაქვს. აი
კატერო იმას დაგიკრავს რაღაც Blackbird singing in the dead of night. ბიჭო მე მგონია რომ ცოტა პატარა მუსიკალური გაფორმებები ესე სპონტანური კი არა და ის ლაივში და ისეთი ცალი ხელით არა მე გიმღეროთ გინდა რამე შენ ვაკეთ ცალი ხელით დადავიბაზრო მომენტი გიტარა ეს სუბოლო გიტარა მომაწოდე პროსტა ხელში მეჭირება რა და ხო ბიჭო ხო ითხოვს აქაურობა ეხა ნუ სტუდიაში ვზივართ მაშინ რა მეც დავსვამ შეკითხვა მაინც და საუნდტრეკი გააკეთე ხოლმე თან აი რამე სადმე თუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ერთ-ერთი ალბათ ტოპ საყვარელი ქართული საესტრადო სიმღერა არის იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ამღერი და სულ წარმომიდგენია ხოლმე მაგ სიმღერის ქავერი White Stripes-ის პონჩი გაკეთებული იმღერე რამე თუნდაც უკვე აი დავიჯერო გამოვალ მდგომარეობას არა გაკეთებული ხო White Stripes-ის რა გითხრა მაგრამ მე მგონი ვღერიან მაგას ექნებათ კი და ალბათ არ იქნება ცუდი არა White Stripes-ის უკეთესი იქნება მელოდია გახსოვს ვაფშე ვისი არა აზრი არ ვარ ეს შენ გონია რომ ეხლა რასაც ახსენებთ ყველაფერს დაუკრავ? რაღაც მომენტში მეგონა მე ეგეთი მოლოდინი მქონდა კი. ვინ ყავს ეგეთი მუსიკოსი, ვინც აი პოროსა იყო ეგეთი, რომელიც საერთოდ საუნდით ხოლმე და ნებისმიერ სიმღერას ეთქოდი და ნიკა დავითაშვილი მაშინვე დაიწყებდა ხოლმე და არც ერთი სიმღერა არ ქონდა ნასწავლი, ანუ ეგ ისე უნიკალური მუსიკოსია რა პოროს რაღაც. თან აი იმინა სრულად რო ყველა რაც რამე ინსტრუმენტი არსებობს. ბიჭო, ეს დიღომში ვისხედით, სვამდით და რაც უცებ გაგახსენდება რაღაცა. მოვაშლი ჯოში არ ჩითავდი. აბა სად დიღომში? ბეკასთან სახში რა. თქვენ ვაშლიჯვრის კომანდა ხართ? ბეკასთან ვიყავი ხოლმე სახში, მაგრამ გზაში ლაპარაკის დროს რაღაცა გაგახსენდება, რომ რაღაც პლასებოს სიმღერა ყველაფერს უკრავ. და უცებ ეგრევე დაიწყებს დააკვრას, რომელიც ხო ვიცი რომ არ უსწავლია, პროსტა თვალით შო. ხო და აი ტექნიკურად ძალიან განვითარებული, ანუ აი ეს ინსტრუმენტების ფლობა ქონდა რაღაც გიჟი. ესეც მაგარი ჩათლახია, ესე აი მე დავაფასე იქა ვალერას კონცერტი იყო ქარხანაში ღვინის ხო რამდენიმე წლის წინ და დრამზე უკრავდა ესა და კაზდა ხა მე კი არა მაქვს იმდენი ცოდნა რომ ზუსტად გავიგო როგორ უკრავს დრამზე მაგრამ ნუ ადეკვატურად მაინც უკრავს კაკ მინიმუმ დრამზე იძახი და მეთქი ეს ჩათალახი ნარკომანი ნაბოზვარი სულ დადის რეზემ კიდია სახელზე სწავლა ხო უნდა მაგას ანუ მუსიკოსია ბავშვობიდან ანუ მეცადინეობა უნდა მაგას ნიჭი არ ყოფნის ანუ ესე რო არის აქ რა მე მკიდია და მე სახში მიდის ჩუმად ვარჯიშობს იმიტომ რომ დრამზე საიდან შეჯექი? არ ვიცი, დრამზე ბავშვობიდან უკრავდი რა, მაგრამ მევასებოდა, ანუ ხო ხვდები აი საუნდ ჩეკებზე რაღაცებს მამაჩემის კონცერტებზე სუ ვაწვალებდი ასე. ხო, მაგრამ სად დაპროფტი? ხო და სად დაპროფტი გეტყვი. შენ თუ გახსოვს მე უკრავდი Beatles კლუბში. აუ, всё გახსოვს. ბლიჩში უკრავდი კვირაში 3 ჯერ. ბლიჩის დრამერია შეჩემ. და ეს გრძელდებოდა რამდენიმე წელი. და ბლიჩში უკრავდი თაობის. აუ, მაგრამ ძველი იყო შენ. არა, ერთი 17-18 ინგლისში ვიყავი რა და რაღაცა ფულში გავიჭედე ცოტა რა და მეთქი რა ვქნა რა ვიცი და მეთქი ვა დრამზე ვიცი რინგოს პარტიები ყველაფერი. რაღაცა ფორუმი იყო ბიტლების ტრიბიუტ ბენდების. დავწერე რომ მეთქი რინგო available. უცებ მირეკავს ტიპი. ტიპი მირეკავს რომ კარჩო მანჩესტერში კონცერტი გვაქვს. და დრამერი ავად გახტაო და ძალიან გჭირდებიოდა. რამე ვიდეო ჩამგიდა და არ მაქვს ვიდეო რა. ნუ არაფერი ვიდეო არ არსებობს, სადაც მე დრამზე უკრავ. ბიჭო, მეთქი არ მაქვს ვიდეო რა და იმდენი ვებაზრე ატყობა ისე უჭირდა იმ ტიპს რომ სიტყვაზე მენდო ბიჭო. ლონდონიდან მანჩესტერამდე ბილეთი მიყიდა და რო ჩავედი კონცერტში. ერთჯერადი კონცერტი იყო? არა, მე ტურში ვიყავი მაგათთან ერთად. რო ჩავედი, აი ხო შეიძლება გიჟი ვარ ვიღაცა. ანუ როგორ ენდობი ვიღაცას. ჩავედი სად იყო იცი კონცერტი? ბიჭო, სტადიონ მანჩესტერზე, არ ვიცი რა სტადიონია, სტადიონზე თამაშის half time-ზე უკრავდი ბიჭო. ტიპები გავიცანი, თამაშის წინ საუნდჩეკი გავიარეთ და უცებ გავიჩითე, რავი, რამდენი 1000 კაცის წინ უცებ უკრავ დრამზე. და არაფერი გაგიჟნე სიხარული შემდა მე წავედი მთელი ინგლისი მოვიარე ამათთან ერთად რა. მაღოთ საკაიფო ბიჭო. ინგლისში cover band-ი, tribute band-ი უფრო მეც შოულობს, ბევრად მეც შოულობს, ვიდრე საშუალო დონის ბენდი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამერიკაშიც ეგრე რომ cover band-მა მეტი ფული შოულობს, ვიდრე ვისი cover-ებსაც აკეთებს. თქვა ჯგუფი Poison 80-იანი წლების glam rock-ი თუ რაღაცა glam metal-ი whatever.
ისინი მეც ითხოვენ კონცერტზე ნაკლები რომელიც ერთი ტრეკით არის გაბაზრებული და შენი მეტროს უკრავდა სულის ეგეთ თუ რაღაცა და შენ რო cover band-ი ხარ კვირაში ერთი კონცერტი გაქვს იმათ არ აქვს კვირაში ერთი კონცერტი და დაახლოებით იგივე ღირს ხო და აქაც ესეა რაღაც მე მინდა რომ ის აზრი დავამთავრე იმიტომ რომ ჭკვიანური აზრია და ფილოსოფიური და მინდა რომ ყველა მიცოდეს ის რომ ჰოლივუდი აკეთებს ხოლმე სულ საქმეს როცა აჩვენებს რომ გენიოსები რაღაცებს ერთ ღამეში სწავლობენ თქვა ტონი სტარკს დაინტერესა რომ რაღაც ქიმია და დილას მოდის და იცი რა ახლა უკვე ვიცი იმიტომ რომ შენ რო უყურებ ამას გონია რომ შენ რო ეგ არიცი შენი მინუსია იმიტომ რომ გენიოსი რო იყო ეგრევე გადახედავ და დაამუყარ არავინ არ არის ეგრე აინშტაინიან 10000 საათი რაღაცა ხო ოკეი 10000 იქნება თუ რაღაცა იქნება შეიძლება ვიღაც უფრო ადვილად მიეცემოდეს მაგრამ თუ პრაქტიკა არ აქვს თუ არ დაჯექი და არის მეცადინე ჩემი ფეხები არაფერი არ იცი არავინ არ არსებობს გენიოსი რომელიც აი გაიღვიძებს და რაღაცეები იცის და ეგ არის ხოლმე ცუდი იმიტომ რომ შტაბისტელებას გიტოვებს რომ უნიჭიერესია ოხერი მაგრამ კვირაში 3 ბლიცში რო არ ეკრავ ვერ დაუკრავდა და ხო მაგრამ არაფერი არ მახსენდება ისე რომ აი რაღაცას ტვინს ვახლიდ რომ აი ხდავ ვიტანჯებოდი ყველაფერი თამაში დაიწყე შენ რეალურად ხო არ დაგიწყე 18-19 წელს ეს ბავშვები და რაღაც ინსტრუმენტებს ეხებოდი და გართობი და პირიქით გაგის ანუ თან გევასებოდა ეგ გართობა ის არ იყო რომ თავს მოხოვული სპორტზე რო ძალით შეღებ ხარ სადღაც და იცულებით რომ უნდა აკეთო აუ სპორტზე შევყავდი და ხო და სხვები არიან რომ პირიქით ითხოვე რომ სპორტზე შემიყვანე და კიდე მატარე ვარჯიშებზე რომ ეგ მისწორდა აი მე მაგალითად რომ შემიყვანეს კლავიშზე შვიცლედი ძალით იძულებით ფორტეპიანოზე იძულებით დამამთავრებინეს რა ხო და ფორტეპიანო მეზიზღებოდა მაგრამ მე შევედი აკომპანიმენტს ცალკე მასწავლინა და იქ გამისწორდა იმიტომ რომ რაც მე მომწონდა იმას მასწავლინა კლასიკას გავეცალე თუ რაც არის და შენ რაც მოგწონდა და რაც უცმენი იმ მუსიკაში ბანაობდი მოკლედ და Stephen King-ს აქვს თავის იმაში on writing არის ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი რაც წამეკითხავს იმიტომ რომ მე ვასება Stephen King-ი ნახევარი არის მაგისი ავტობიოგრაფია და ნახევარი არის შევები წერასთან დაკავშირებით და თავის შულზე ყვება რომ საქსოფონზე თუ რაღაცაზე ითხოვაო შეყვანაო და შევიყვანეო და მე 6 თვეში გამოვიყვანეო იმიტომ რომ რო უყურებდიო დავალებებს ყველაფერს აკეთებდაო რაც ქონდაო პროსტა აი 1 საათი რო ქონდა 3 საათინო 1 საათს მესადინეობდა და მე მიდიოდა სხვა რაღაცას აკეთებდაო და დავამუღამე რომ მაგისი არ იყო იმიტომ რომ თუ გისწორდება 1 საათი იმეცადინო ნახევარი საათი კიდე შერჩები იმიტომ რომ უკვე შენ თვითონ კაიფობ მაგას და თუ ვერ კაიფობ ნუ გაუტრაკებ ადამიანს და ნუ არაფერი ვალდებული არ ახარო ან საქსოფონი იცოდე ან ისა ყველაფერი მე მინდა მომბოლდე ერთ საკითხს რომელიც შენ ახსენე ჯეოსტართან დაკავშირებით რომელიც არავის არ აინტერესებს ჩემს გარდა მაგრამ გულში მაქვს და მინდა რომ გამოვთქვა რომ ჟიური ვართ ანუ კიდევ ერთხელ მე ვარ სოფოხალოში გიგი დედალამაზიშვილი და მარინა ბერჭი ის ჟიურში არის თორ ყოფილა მე და ისე იყო რომ შენ ჩვენი ალტერნატივის წარმომადგენელი თუ რაღაცა ესა მაგრამ სინამდვილეში წარმოვიდგინე ვითარება რომ თავიდან ხო ვინც არის ჯეოსტარი სასიმღერო კონკურსია როგორიც ხვები არის ხოლმე რა ჩადიხარ ჯერ რეგიონებში ისა გაქვს შერჩევა გაქვს ვიღაცა ძალიან ცუდად იმღერებს და სასაცილო ამერიკა მიმი გახდება ანუ მარტო ქართულად არა სხვა ენად მხოლოდ ქართული ყველა ჟანრში მაგრამ ხო იცი ვიღაც პრიკოლები ერქვა მაშინ მიმებს რომ ვიღაცა თავს შეირცხვენს მაგაზე ცოტა ვღელავდი იმიტომ რომ ჩემთვის ის არა თუ ვიღაც მენტალური პრობლემები აქვს ადამიანს რო არ დაცინო და მან ბალანსი იცავდნენ ანუ ვიღაც ტიპები იყვნენ ვინც აშკარად არ იყვნენ კარგად და ისინი არ ხვდებოდნენ ანუ დელულუ ტიპები ვინც იყვნენ რომ ეგ გონია რომ იმათაც ალბათ რაღაც პრობლემა აქვს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თავის თავზე პასუხს აგებს ისა მაგრამ მე ვიღაც საუკეთესოები რო არჩე და ფილარმონიაში კონცერტია წარმოგიდგენ მე როზი ვარ იქ მე არა განსაკუთრებული სმენა და რაღაცა არა მაქვს მე წერა ვიცი და აზრის გადმოცემა და იქ ხა კარგად იმღერა და ტონალობაში შეშალა თუ რაღაცა არ არის ჩემი ძლიერი მხარე არა შეიძლება საერთოდ ვერა თან მაგასაც რო თავიდანვე ტიპები გამოდიან და თქვა ერთმა ვიტნი ჰიუსტონი იმღერა მეორე მერაია კერი და მესამემ და თუნდაც არც ერთს არ უმღერია ანუ იქ რაღაც პატარა განსხვავებებია რომ ზოგი ცოტა უკეთესი იყო ზოგი ცოტა უარესი ეგ ხა მარინა ბერეძის და იმათი დასანახია და მე ესე ზივა რა ვიცი მე ანუ რაღაც კაია ცუდია თან პრობლემა არის რომ ლაივი არის ეგეც რაც ფილარმონიაში ხარ და აზრი უნდა გამოთქვა ყველა სიმღერის შემდეგ მთელი 4 წუთი რო ის სიმღერა არის მე ვფიქრობ რომ აი რა ჩამოვაყალიბო რომ რა ვთქვა რომ ერთი რაც არ შევრცხვე და სისულელე არ იყოს და მეორე მხრივ არც აი მაგან ბავშვი იყავი პლაკატური თუ მაინც აღწევდი შენსას ჩემსას რა იყო იქ ჩემი მისაღწევი კი არა აი შენსას ამბობდი მაინც ვცდილობდი რომ მართალი ვყოფილიყავი რასაც ვამბობდი მაგრამ ეგ არის რთული მუსიკის კრიტიკოსისთვის რომელიც რაღაც პონჩი ვიყავი ხოლმე რაღაც ხნის განმავლობაში რომ თავარი ის კი არ არის
მართალი ხარ თუ არა ხარ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც არ არსებობს. თავარია როგორ ჩამოაყალიბებ აზრს. ჩემი მიდგომა აქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ თქვა, რაღაც ალბომი გამოვიდეს, შენ მოგეწონა და შენ არ მოგეწონა. ორივენი თესლები ხართ თქვენ ამბავში. რომელი ხართ მართალი? ხო, მაგრამ ცუდი რეცენზია დაგიწერია. აი, საქართველოში მე არ მინახავს, რომ კი, ბევრი. მართლა? ანუ მაგითი ქონდა ხოლმე. ანუ რადგან დაგიწერია, ესე იგი შეიძლება რომ თქვა, აი გაიხსენო. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ჯგუფი აღარ არსებობს და მაგითაც წყნარად შემიძლია თქვა, რაღაც ხნის განმავლობაში ვიყავი ჟურნალ ოზონის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ქართული მუსიკალური ჟურნალი იყო, რომლის პირველი ნომრის გარეკანზე Young Georgian Lolitas იყო, რომელსაც ასევე ამბად მოუყვები, რომ cover-ზე რომ უნდა გადაგვიღო, გაუარეთ ბიჭებს, გამოვედით და ნიკამ ცოტა ხანი იქ გავაჩეროთ თუ სადღაცაო, გადავიდნენ ხიარული ხალხი და გადმოვიდნენ გასული მახინჯი ახალგაზრდები. აი იმენა ფოტო გადაღების წინ გადაწყვიტეს რომ არ გაეჭირა თუ არ ვიხსოვს. რა ნარკოტიკი მიიღოთ? გავართ რა. არა, თან ამათი პონტი იყო, თან იმენა ნიკას პონტი იყო, რომ რა აუცილებელი იყო. ნახევარსაც მე ცისამდანო ეგრე არ იყო, რომ ეხლას აუცილებლად, მაგრამ როკ-ენ-როლური პონტი იყო, რა გადაღე cover-ზე ფხიზლები ხო არ ვიქნებით ბიჭო. და მე მახსოვს მაგის გაგრძელება, ისეთი ცუდი ფოტო გამოვიდა, რომ მოდიო ახალი გადავიღოთო და დანიშნეს მეორე დღეს გადაღება და უკვე ისეთ პახმელიაზე ვიყო, რომ არა, ის დაოტოვოთ. ანუ ვერ გადაუღოთ რა, ტიპები იყავი კვერცხნაჭამი მეორე, ალერგიით. მაგრამ anyway, ოზონის მუღამი იყო, რომ ბოლოში ჰქონდა რეცენზიები, ვსტულობდი, რომ ესე გამეკეთებინა, რაც ჟურნალები მინახავს ინგლისურენოვანი, რომ რაც სტატია, ინტერვიუ, ბოლოში რეცენზიები და რაც ქართული გამოდიოდა ხოლმე, იმაზე უმეტესობაზე მევწერდი, ანუ რამდენი ადამიანი ვიყავით, მაგრამ 80% ჩემი დაწერილია. და ერთი მაშინ ჯგუფი იყო Jazz Cat, რომელიც იყო პოპულარული და მაგათი ალბომი მოვისმინე და ძალიან არ მომეწონა. და მე ვიღაცები მწერდნენ, მაშინ იმეილი წერდნენ, Facebook-ი არ იყო, რომ ანუ შეიძლება ლაივში ძალიან მაგრები არიან, რომ მეთქი ლაივში ალბათ ძალიან მაგრები არიან, ალბომი მოვისმინე და არ მომეწონა და რა გავაკეთო ახლა. და მეორე მახსოვს რომ თქვა გამიჭირდა მაგას რო წერ ხომ ვსულობ, რომ აი გულწრფელი ვიყო რა და რაღაც კარგის დაინახო, ცუდიც დაინახო და რაზეც გავიზარდე, რასაც მთელი ცხოვრება ვკითხულობ რეცენზიებს და მინდა რომ ისეთი დავწერო, როგორცაც ვკითხულობ, ანუ მაინც კარგი და ის კი არა საქები, არამედ რაღაცა რომ წაიკითხავ, კარგად იკითხებოდეს. ერთ-ერთი ყველაზე რთული რაც მახსოვს, აი რამდენი წელი გავიდა მაგის მე 20 წელი ლამის იყო ნება SSR-ის კოტე კალანდაძის ალბომი იყო, რომელსაც სამალიოტე არქვა. რუსულენოვანი როკი იყო, ალტერნატიული როკი და usmeni და ბიჭო თან ვატყობ რომ კაი გაკეთებული, ანუ კაი მუსიკა არის. თან აი რაღაც არ მოაქვს ჩემთან, თან მე ვხვდები, იმიტომ რომ რუსულად არის. მეორე მხრივ რას ვერჩი რუსულად არის, ტიპა რუსულად ჩაწერა, თან ისა ომამდე არის ჩაწერილი 2006-მდე თუ რაღაცა. ავი ეგრე ეწერება და კაი სიმღერებია და მე მივხვდი რომ ეგ უნდა დამეწერა. ანუ რომ დამეწერო თქვი რომ ბიჭო კაი სიმღერებია ის თვითონ ეწი სამალიოტე რაც არის ჰიტი არის დარწმუნებულია რომ რუსეთში რო გამოსულიყო ჩარტების ტოპი ქნებოდა კაი სიმღერაა რა და დანარჩენებიც არ იყო ცუდი მაგრამ მე აქ რო უსმენდი აი ეს რუსული მაგდებდა რა პონტიდან და მე მეთქი დაწერა ეგ საჩემ ანუ რომ რა გონი კაი არის ძალიან მაგარია და მე ხამუშება ეს რუსული რო არის იმისი მინუსი არ არის ჩემი მინუსია მაგრამ ჩემი დასაწერია და რაღაცა მომეცი რომ ეს ანუ ესე რო თქვა რომ ბახალა მომცა რომ აბა ეს შეხედე როგორია გეუბნები რომ ბიჭო მე მგონი კაია მაგრამ აი ეს მაწუხებს და როგორ გადაწყდა ანუ ეგრევე დავწერ გადაწყდა მე ვწყვეტი არა ნუ აუ ერთი რაღაც გამახსენდა სწორედ მახსოვს შენ Playboy-ის რედაქტორიც იყავი ხო და შენთვის ძალიან განსხვავებული სამყარო იყო? არა. იმიტომ რომ რედაქტორი ხარ, ანუ იქ არ თავარ რედაქტორს არ მოეთხოვდა Playboy-ში. არ აკეთებ, პროსტა რედაქტირებს რაღაც ტექსტს. ქუჩაში დადიოდი და ტიტული ქალებია, ზეგან კონტენტსაც თია პასუხისგებელი შენ ახარ. ოზონის გადაღებებზე ხო დადიოდი ხო, მაგრამ კონტენტი აქვს ისედაც. ანუ ხო აქ შინაარს თავის Playboy-ს რო ესეთი არის, შენ ხო არ ადგენ მაგას. არა, როგორ არ მე ვადგენ. მართლა? იცი როგორ არის, როცა ისა გაქვს, ეგეთ საერთაშორისო ბრენდი რო არის, ყველას აქვს თავისი წესები, რომ head office-ი გეუბნება, რომ ესეთი თამაშის წესები გვაქვს შენთან რომ ურთიერთობ. თქვათ თუ ვარ სიტყვაზე National Geographic-ი არ ვიცი როგორ აქვთ იმათ დალაგებული, მაგრამ სავარაუდოდ ეუბნებია რომ 60% იღებ ცენტრალურიდან, ან 70-ს, დანარჩენს თქვენი თაკეთებთ. იმიტომ რომ თქვათ National Geographic ესეთი ტიპია რომ მკითხველი რო წაიკითხავს, მომენტ აი რუანდიდან ფოტორეპორტაჟი არის თუ რაც მონღოლეთიდან ჩანაწერები, ისევე მაინტერესებს საქართველოში როგორც სხვაგან. ჩვენი საგამომცემლო სახლი ვინც იყო კოსმოპოლიტენსაც გამოსცემდა კოსმოპოლიტენს ქონდა მკაცრი წესები cover-ზე რა უნდა გქონდეს რუსებს რაც ქონდათ ის უნდა ქონოდა შენც იმიტომ რომ რამდენიმე ცენტრი ქონდათ ესეთი
ქოლგა რომელსაც მე რეგიონული და შენ გაქვს თქვა 20-30% ქართული კონტენტი და შენს თარგმნი პლეიბოის ვაფშე არ ქონია ეგეთი ან თავიდან რომ ანუ მე გამომცემელი არ ვიყავ მთავარ რედაქტორი ვიყავი და როცა შემარჩიეს მთავარ რედაქტორად მე ჩიკაგოში ვიყავი ერთი კვირა პლეიბოის ოფისში და იქ რაც ჯიგარი ხალხი იყო იქ ავრაბე ვინც იყვნენ ამერიკელები და ისინი გვიხსნიდნენ მოდი აქ აფისო შენა რომ იმენა ეგ პონტი არა გვაქვს რომ ცენტრალურიდან რამდენი უნდა აიღო რაღაცა როგორც გინდათ ისაქიანითო უბრალოდ მოლოდინი არის რომ ნახევარზე მეტი თქვენი იქნება თუ გაგიჭირდათო აგერ აქავართო მაგრამ ნუ თქვენი თქვენითო და პლეიბოის მაშინ ქონდა ეგ პონტი ეხა აღარც გამოდის ბეჭდური ვერსია რომ ჩვენ ვცდილობდით რომ გვეთქვა რომ ჩვენ ეროტიკული მით უმეტეს პორნოგრაფიული ჟურნალი არა ვართ ან ჩვენი კონკურენტი პენტჰაუსი კი არ არის ჩვენი კონკურენტი არის GQ ოკეი კაცების ჟურნალი ვართ სადაც so happens to be რომ ტიტველი ქალები არიან და თითო ნომერში ჩვენთან რაც გამოვიდა იყო 3 ფოტოსესია აქედან 2 ქართული უნდა ყოფილიყო ვაიმე რა ლამაზია ესა რამ გავაგზავნებ საპლეიბო ანუ კატების პლეიბოიში ეს იქნებოდა ეს просто მამაკაცია მე ნე იყო ხოლმე მოკლედ პლეიბოიში იყო რომ 3 ფოტოსესია არის 2 ქართული უნდა ყოფილიყო და ერთს რამეს ავიღებდით და მე ეს იყო რომ ვის გააშიშლებს პლეიბოი თუ რას და ეგ არასდროს არ ყოფილა ანუ რომელიც ცნობილი ადამიანი გამოაჩენს კერტებს უმეტესობა ანუ არც ცნობილი ადამიანები არც ამერიკაში იხდიან მაინდა-მაინც და არც იქით რა არ იყო ეგ თვითმიზანი. ხო და ეგ ადვილი იყო ანუ თვითონ აი მხარე რა ვიღაც რომ უნდა გაეხა და ადვილად აგნებდი თუ პაულოვდი თუ ითანხმებდი. მე აკეთებდი მაგას ცალკე შტატი იყო რომელიც მაგას შვებოდა. ანუ ის იყო რომ თუ ვიღაც ისე რა ანუ ჭირდა ის რომ თუ ამოცანა ქონდა რომ ცნობადი სახეში შველიყო იყო ჭირდა იმიტომ რომ რა ვიცი მაგრამ მაგის სიკეთები იყვნენ ჭირდა არის აი ეგეთი ის არის ხოლმე მაგ პლეიბოისთან დაკავშირებით დღემდე მითი რომ არ იხდიდნენ ქართველები ან საქართველოს არ მიიღო პლეიბოი და მაგიტო აღარ გამოდიოდა რომელსაც ინსტაგრამზე თუ შეხვალ მაშინ მიხვდები რომ ეგრე არ იქნებოდა იმით არა ეს იყო არის 20 წლის წინ იყო თვითონ რას ვამბობ რომ ის სურვილი თვითონ სულის კვეთება ხო არიან ტიპები ვისაც ევასებათ რომ სხვებთან დებენ ჩიშოლ ფოტოებს და თან დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ჟღერს ხოლმე რომ ეხა პლეიბოის უფრო ერჩის თქვა ფემინისტური კუთხე რომლებიც ამბობდნენ რომ ქალის ობიექტიფიკაცია არის არასწორი და რომ ეს არის რაღაცა მაშინ როცა ეს პლეიბოი გამოდიოდა ეგ კრიტიკა არ მომისმენია არასდროს და არც გამივლია თავში არასდროს მაშინ იყო პირიქით კონსერვატიული ფრთა გერჩოდა რომ ქართველმა ქალმა ხო და ვინ გერჩოდათ კონსერვატიული ფრთა რომელიც ეკლესია გერჩოდათ ხო ღიად არაფერი არ უთქვამთ არა და რატო დაიხურა საერთოდ მე მომეწონა უცებ ისეთი რომ ზაცებკით რომ მოხედი რატო დაიხურა სულ გამოვიდა მგონი 6 თუ 7 ნომერი აქედან ნახევრის რედაქტორი ვიყავი მე 2/3 და მე წამოვედი ბანალური ფინანსური მიზეზების გამო შიდა ფინანსური მენეჯმენტის როგორც მე წარმოვიდგენია არა იმიტომ რომ არ იყიდებოდა ანუ ის პანიკა რაღაცა არის არა მე არ მაგ განსაკუთრებული პანიკაც არ იყო ანუ იყო რაღაცები თქვათ ერთი ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქცია იყო მაშინ ტოპ გადაცემა საქართველოში და იმ წლის ტოპ გადაცემა იყო პლეიბოისთან დაკავშირებული შეხლა შემოხლა თუ დისკუსია არა მე ვაფშე არ მახსოვს იყო ხო და თქვათ აი ალია იყო მაშინ პოპულარული გაზეთი და კვირის დამატება და მაგათ ჩაგაჭირეს ერთი სტატია დაწერეს, მაგრამ აბა რას იზამდნენ, ანუ მაგათ საქმე ეგ არის, რომ ვიღაცებს ჩააჭირონ ხოლმე. გაყიდვების მხრივ პირველი ნომერი პლეიბოის როცა გამოვიდა, გაიყიდა, დავამთავრებ თუ შეიძლება პირველი ნომერი, რომელიც გამოვიდა, გაიყიდა 19,000 ეგზემპლარით. სამბევრი. Which-is რაც პრიალაკანიანი ჟურნალისტვის არის, ყველა ერთი სხვა რო შეგეკრიბა, რაც გამოვიდა მაშინ მაინც მეტი იყო, ხო? ხო 20,000 ჟურნალისტვის არის ძალიან ბევრი. ეხა რაც იყიდება, რამდენიმე ასეული თუ გაიყიდა, კაია, იმიტომ რომ ეხა მაშინ ჟურნალი სხვა ის იყო და ეხა სხვა არის, მაგრამ whatever მაგრამ რეკლამის შოვნა იყო რთული რა და შიდა საქმის აწყობა იყო რთული და არა ის რომ პლეიბოი არ მიიღო ხალხმა მე ნელ-ნელა მევედით იქამდე რომ აი თქვა ეხა 2 წლის წინ იყო სადაც მეძახოდნენ რაც ქალების ორგანიზაციის ამბავში და მე მითხრეს რომ რაღაც ჟიურიში იყავიო მეთქი ნუ კაი მეზარება მაგრამ ვიქნები და მე მითხრეს რომ არავა იმიტომ რომ პლეიბოის ის რო იყავიო ეხა მარკეტშია რაღაცა ისაკნა ნუ მეთქი ოკეი ბაზარი არ არის მაგრამ და მე ვიღაცებს ირიბად ჩერეს უგინებიათ ანუ ხალხს რო ვიცნობ და უცებ რო თქვით ვიღაცა რო დაგიფრენდებს და მე შედიხარ და უცებ შენი გინება რო წერია პლეიბოის პონჩი იმიტომ რომ ჩემ მეგობრები გარშემო უფრო ფემინისტები და აქტივისტები და ეგეთი ხალხია და მე რო ვფიქრობ რომ
ნუ იცი რა არის ვიღაცამ რომ მითხრა მე ბოლომდე არ მესმის რატო არის ეგ პრობლემა იმიტომ რომ ვიღაცამ თუ ამიხსნა მე იდენტობა არა მაქვს მაგასთან მიმული რომ მითხრა რა სირობას აკეთებდი მაგას რო შვებოდი არ გამიტყდება იმიტომ რომ ვიტყვი ოკეი ანუ არ ვიცოდი მაშინ whatever მე მგონა რომ არ აუშავდა მაგრამ ჩემი ლოგიკა არის ესეთი რომ თქვა შენ ხარ ბახალ გოგო რო იყო დაახლოებით ისეთივე ხასიათის როგორც ეხა ხარ შეიძლება ინსტაგრამზე დევდე თამამ ფოტოებს როგორც ამბობენ რა ან გისწორდება ან არ ვიცი რატო შვები ამას მაგრამ რა ჩემი საქმეა ხო და მე მოვიდე შენთან გეუბნები რომ ბახალ ამ შემთხვევაში ნინო ბახალა ხარ რომ ნახე თამამის თორები ვნახე შენი და ფოტოგრაფს მოვუშვით გადავიდეთ ცოტა ფულს მოგცემთ ნინო ნინოშვილი გამოვაქვეყნებ შენ ფოტოებს წინააღმდეგი ხარ შენ მოგნები რომ არა მამეთ გაასწორებს რატო დამთანხმდი არ ვიცი შეიძლება ეგზიბიციონისტი ხარ შეიძლება რაღაცა კომერციული გათვლა გაქვს შეიძლება whatever მაგრამ იმას არ ქონია დაძალებას და ნახე ამდენს მოგცემ ადგილი მოვდიარ პატივისცემით გეუბნები რომ კაი ფოტოებს გადაგიღებთ შეგახედებ ჯერ თუ არ მოგეწონა არ გამოვა ფულს აიღებ და დავიშლებით შენ მოგნები ოკეი ბაზარი არ არის ამ დროს კაჩაროვი მოდის და მეუბნება რომ არა აქვს მნიშვნელობა კონსერვატორი ქართველია თუ რაღაცა მემარცხენე აქტივისტი რომ თქვენ ეს არ უნდა აკეთოთ თუ რაღაცა და ჩემი ისე რომ აგერ გოგომ გადაწყვიტა თვითონ შენ შუაში ხარ აქ ანუ whatever თან მით უმეტეს რომ მე შეხედავ რომ ძუძუს თავში არის პრობლემა რომ იგივე ფოტო რომ კოსმოპოლიტენში იყოს არა ქალის ფოტო თქვათ ანუ შიშველი მკერდი არ ჩანს და ლიფიაცვია რა განსხვავებაა ანუ მე მან მიდის ხოლმე კაპიტალიზმის კრიტიკასთან ზოგადად რომ აიყო ჟურნალების და ადამიანის ობიექტიფიკაცია რაღაცა რომელიც კაი მაგრამ ნუ მაშინ რაც კონკრეტულად პლეიბოის რატო შევეცით ხო იცი რა ადამიანები შეიძლება და რა შევეცით თქვენ ყველაფერი შეიძლება აი სხვა ამოჭერდ თუ დაადე არა კაია პირიქით მე მივიღე შენი შრობებს ვიგინები მაგრამ თან ესე ბუნებრივად მოაქვს ხანდახან საჭირო მე მივხვდი რომ რაღაც ხანი გავიგე და შენ არაფერი არ შეგიგინებია და მეთქი ცოტა არა აი დღეს რაღაც ამინდის შესაბამისი ბიჭო სუ ამინდზე როგორ ხარ და წინაზე ის არა ქვია რა ხო მაგრამ ამინდის და მიუხედავად მაინც გატლეკილი რო ვარ ხო უბრალოდ დღეს გითვალისწინებთ ო ისე ბოლოს რამე ისეთი მოვისმინე რასაც მოგვასმეინებდი ისე რო არ შეგწყვებოდა ბოლოში მოვისმინე Skrillex-ის ახალი ალბომი რომელსაც ქვია Fuck You Skrillex You Think You're Andy Warhol But You're Not თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტი სახელი Skrillex-ი როცა გაიჩიტა ხო იცით Skrillex dubstep-ი და ბროსტეპი თუ რაღაცა უკვე დიდი ვიყავი და ჩემთვის ეგ იყო სატნის მუსიკა იმიტომ რომ მეტის მაშინ უკვე ელექტრონულ მუსიკას უნდა და Apex Twin და რაღაცა ეგ ნახე ფაქტურა როგორია და ეს მოდის ნაჯახით და რქებით ნეულა დავამუღამდი რომ წინა ალბომი ქონდა საკაიფო რომელსაც უსმენდი სერიოზულად ეხლა ჩავთე და ეს იმენა dubstep-ია მაგრამ არის mixtape-ი არის რაც ნახევარი საათია თუ რაღაცა მთელი ალბომი და 23 სიმღერა არის თითო არის ნახევრიანი გადადის ერთმანეთში და უცებ მივხვდი რომ ბიჭო მაგარი პროდიუსერი ანუ საუნდები რაღაცა გარეთ რომ მიდიხარ ჰიპ-ჰოპს რატომაც უსმენ ხოლმე ეგ მოღამი მოაქვს რომ დრაივი არის სულ და არ ჩერდება ასე რომ ახლა Skrillex ახალ ალბომს გირჩევთ რაც არ უნდა სერიოზულად მოусმინოთ ცოტა ძალიან ეჭვით გიყურებ ახლა არა ჩემთვის ძალიან და გადავები თან სასაცილო იცი რა აქვს Skrillex რომ თვით ირონიის კი არა და ძალიან სერიოზული არ არის მთელი ალბომს თუ mixtapes გაყვება ვიღაც DJ ბაზრობს თან რაღაცეებს რომ შუაში ერთი ხუმრობა არის რომ this drop has been cancelled by რაღაცა გალშო და ანუ self-aware არის რა self-aware არის და ის პრიჩოსკა აღარ აქვს თქვენ რო გქონდათ ლუდით რო ესე აკეთებდით ხოლმე ბოლოში და თქვენც რაც შეები დაუწევთ ძალიან კაი არის вообще ეს რეკომენდაციების დატოვება მე მოვისმინე და ძალიან მომეწონა ვიდეოც და სიმღერის სახელი არ მახსოვს მაგრამ ვაკოს ახალი სიმღერა ერთი კადრი არის უბრალოდ ცეკოს გიტარაზე უკრავს და რაღაცნაირი ახალი თავდაჯერებულობა აქვს და რავი კაი მაგრამ მომეწონა დაჟე ვიღაცებს ჩაუგდე რა იმიტომ თან ხო ძალიან რაღაცა დიდი პაუზა ქონდა როგორც ვიცი და ესეთი კაი ქართული როკ-ენ-როლი არის რა შეიძლება რაღაც გავასერიოზულო უცეკა ვაკოსთან დაკავშირებით და ბევრთან დაკავშირებით ერთ-ერთი რაც უნძრევდა ხოლმე ქართულ მუსიკოსებს ცუდი გაგებით ანუ რაც ის რომ განცდა რომ რაღაცებს არ გიფასებენ რომ რაღაცას აკეთებ და მეტი რაღა გავაკეთო რაღაცნაირად დაინახეთ ნახე რამდენ შვები გიგა მიქაბერიძე ვახსენე და ხა პირადად დიდი ხანი აღარ მინახავს ადრე როცა იყო ხოლმე რაც რამდენჯერმე საერთო მეგობრები ყავდა და ყოფილვართ მაგრამ რავი როგორც ასევე საერთო მეგობრების განცდა სულ განცდა ქონდა რომ ბიჭო რა გავაკეთო კიდე ანუ რაღაცებს შვები და ფული არ მაქვს შემოსავალი შესაბამისი და
ვაკოსთვისაც და სხვებისთვისაც შეიძლება ძალიან რთული იყოს, რომ რაღაცა და ალბომი დადე, რომელიც არის კონცეპტუალურად გამართული, თავიდან ბოლომდე მუსიკალურად კარგი, თავი აქვს, შუა აქვს, ბოლო აქვს, ეგეთი ბევრი რაღაცა არ არსებობს და ისეთი ის არა აქვს ფიდბექი, როგორც ეს უნდა კონდეს, რომელიც ხო, ყველანი ეგრეა რო არის. ხო. ანუ თუ ვაკოსთან დაკავშირებით რატო გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ გიგასთან დაკავშირებით გამახსენდა და იმას მოუბრუნდა. რაღაც დროს წავიდა მუსიკიდან, წავით, მაგიტო. ალბათ მაგიტო, არ ვიცი რა ზუსტად. მაგრამ აი ეს მადარმანდის რომ მოუბრუნდა და რაღაცას რომ როცა არ მინდა გავასერიოზულო და რაღაცა ირონიული ადამიანი ვარ ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ხელოვნების ღმერთს ემსახურები, რაღაცების ხელოვნების მუღამი არის, რომ რაღაცას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ ვინმე სჭირდება. პირიქით, რასაც შენ შვები, ცირკოს მირკოს რასაც აკეთებს, ან ლოლიტასი, ან ვაქო რასაც აკეთებს, ან გიგა, არავის არ უნდა თავიდან, იმიტომ რომ არავის არ აქვს თავში ეგ რასაც თქვენ შვებით. არავინ არ ზის და პირიქით, სწორი ხელოვნება ეგ არის, როცა ფოკუს ჯგუფმა კი არ გააკეთა რაღაცა, კი არ შეისწავლეს, რომ იცი რა, ახლა მოთხოვნა არის იმასთან დაკავშირებით, რომ გრიფი იყოს და შემდეგ ელექტრონული შემოვიდეს, არამედ ან კიდე მე ვარ და უცებ რაღაც თავში გამიჩნდა რაც სისულელე და ეხა ეს უნდა დავბადო, იმიტომ რომ ორსულად ვარ ამ იდეით და არა აქვს მნიშვნელობა, კარგია, ცუდია, საჭიროა, არ არის საჭირო. ანუ ეს უნდა გაჩნდეს, ეგ არის ხელოვნება, რომ ვინმეს უნდა არ უნდა შეიძლება ვაფშე უმეტესობა არ ვარ ხელოვნების რაც გაკეთდა, იმიტომ რომ როგორც ადამიანების, მაგრამ ვიბადებით. ხო, კაი მინდოდა რომ გამეკეთებინა რა. ანუ სხვანაირად არ შეიგიძლია რა, ის სანსორი რაღაცა. რომ თავში კაი რაღაცა მქონდა და დავწერე და ნუ აი არ გამოვიდა კაი რა, მაგრამ ხო არსებობს ახლა და შეიძლება რაღაცა 5 აბზაცია, იქიდან 4 არ ვარგა და ერთში რაც ბახალს რაღაცა მოხდა და იმან გააკეთა. იმან გააკეთა, მე ხო. ხელოვნება მარტო მაგითო ცხოვრობ ჩვენ. დანარჩენი არის ჭამასმატყნაური, ანუ აი ეგ არის ცხოველები, ხელოვნება თუ არა გვაქვს, ვართ იმენა ლიტერალი ცხოველები და ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ანუ როგორ არა ყველა სიცოცხლეს აქვს აზრი თუ რაღაცა, მაგრამ თუ რამე ქმნის არის რომ ლექსი წაიკითხეს, სიმღერა ნახე, კინო ნახე, რაღაცა რა. იმის იქით არის რომ ბიოლოგია და ბიოლოგია კაია, მაგრამ იმის იქით ხო ვართ რაღაცები ადამიანები.